Homo erectus-ი არის პირველი სახეობა, რომელმაც დატოვა აფრიკა და ევრაზიაში გავრცელდა. მზიარაზეზე გონიათ Homo sapiens-ები, ხო? და რეალურად საერთოდ სხვა სახეობასთან გვაქვს საქმე. ინდივიდები არიან ნაპოვნი, რომელსაც ეს კბილის ისინი რო აღარ აქვს საერთოდ და შეხორცებული იყოს, ანუ კბილების გარეშე იყვნენ და ამათ უღეჭავდა ვიღაც. სუვერენიტეტი თუ ვინმეს უნდა რომ წარმოიდგინოს რა არის, ეს არის კვლევების დამოუკიდებლად წარმოების უნარი. რა ინფორმაცია გაქვს, აი არის საინტერესო და რას უნდა ველოდოთ მაგხრივ არქეოლოგიაში რა. რამდენად შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ბევრი გადატრიალებაც მოხდეს. ქართველებს ეგ კვლევები ეწარმოებინათ მაგდონის კვლევით დაწესებულებებში თუ არ ჩავთვლით ეხლა რაღაც დმანის ამ შემთხვევაში ხო ძალიან იშვიათი იყო. რას ჭამდა ინდივიდი შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მისი კბილებში კრისტალიზებული, ასე ვთქვათ, იზოტოპები გამოვიკვლიოთ. იმიტომ რომ თან ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნეანდერტალ და Homo sapiens-ს ერთმანეთთან შეწყვილება შეიძლება, ხო? ნამარხიდან დნმ ამოიღო ვიღაცამ. ეხლა ნიადაგიდან შეიძლება რომ დნმ ანუ შეუძლებლად ამოიღო. მოგესალმებით ჩემდეგი პოდკასტი, რომელშიც ვსაუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. წარმოვიდგინეთ ხოლმე თუ როგორ შეიძლება იყოს მომავალი და ასევე ვიკვლევთ და ვეძებთ წარსულს. კონკრეტულ პოდკასტში შევეხებით წარსულს, შევეხებით ადამიანის ისტორიას, ხო, ადამიანის სახეობის ისტორიას. დავიხსენებთ იმას, რომ Homo sapiens-ი არ იყო ერთ-ერთი ადამიანი და რაღაც იყო პერიოდები, როდესაც Homo sapiens-თან ერთად რამდენიმე სხვა სახეობაც იყო, მათ შორის ნეანდერტალებიც. ჩვენი სტუმარი არის ნიკოლოზ ციქარიძე, არქეოლოგი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ასისტენტი. ნიკოლოზ, მოგესალმები, როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა დაინტერესებისთვის. კი. აი, რამდენიმე დღის წინ ვიყავით შენს პრეზენტაციაზე და ძალიან დამაინტერესა, იქ ქონდა წარმოდგენილი ნეანდერტალების კბილი, ხო? და სანამ უშუალოდ აი ამაზე გადავიდოდეთ, ხო, რაღაცა ნეანდერტალებზე და უშუალოდ იმ კვლევებზე, რომელსაც თქვენ შენი კოლეგები კიდე ხო ატარებთ, მინდა რაღაცა მიმოხილვასავით გავაკეთოთ პატარა შესავალებით, ხო? იმიტომ რომ როგორც თავში ვახსენე, Homo sapiens-ი არ არის ერთადერთი ადამიანი, ხო? რაც ჩვენ ვიცით, გულისხმობს სახეობებში, იქ იყვნენ ნეანდერტალები, სხვა, მათ შორის Homo erectus-ები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი არიან მზია და ზეზვათი, რომელიც მან ჩაწერას დავიწყებით ვახსენეთ კიდევაც, ხო, რომ ბევრს Homo erectus-ები, უბრალოდ ეს მზია და ზეზვა გონიათ Homo sapiens-ები, ხო? და რეალურად საერთოდ სხვა სახეობასთან გვაქვს საქმე, რომელიც როგორც ფიზიკურად განსხვავდება, ასევე განსხვავდება და მისი გონებრივი შესაძლებლობები, ხო? აი ამით დავიწყოთ ალბათ, თვითონ აი ჯგუფებად რო დავყოთ, აი გასაგები რო იყოს მსვენელისთვის და მაყურებლისთვის, რომელი ჯგუფებია, რომელი სახეობის ჯგუფები ერთიანდებიან იმაში, რასაც ჩვენ ვეძახით ადამიანს, სად იყოფა ეს და ასე შემდეგ. აი ამით რო დავიწყოთ ალბათ. ეს იქნება საინტერესო. ხო, პირველ რიგში იქიდან რომ დავიწყოთ თუ რა არის ადამიანი თავისთავად ბიოლოგიურად და ბიოლოგიურ კლასიფიკაციაში როგორ ხდება აი ამ ევოლუციური ხაზის ადამიანის კენწამოსული ევოლუციური ხაზის ასე ვთქვათ განმარტება რა ზოგადად ესე იგი ბიოლოგიური კლასიფიკაციას აქვს ესეთი ორი ფუნდამენტი აქვს, ასეთი ორი ხაზი აქვს, რომელზეც აგებული. ერთი არის თავად გენეოლოგია, რომელი სახეობა რომლისგან წარმოიშვა, რომელი ჯგუფი რომლისგან წარმოიშვა და ასევე მორფოლოგიური აგებულება, ანატომიური, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ამა თუ იმ სახეობის გამოყოფა, მათ შორის ასევე მოლეკულურ დონეზეც. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები საერთო ჯამში ქმნიან აი ამ ბიოლოგიურ კლასიფიკაციას, რომელიც რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, თუ რომელი სახეობა რომლისგან წარმოიშვა და ზოგადად როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი ადამიანის ევოლუციის და ესე იგი აი ამ ხაზის გამოყოფა შეგვიძლია 7 მილიონი წლიდან დღევანდელობისკენ, იმიტომ რომ 7 მილიონი წლის წინ ჩვენი და შიმპანზეების, ბონობო და შიმპანზე იგულისხმება ამ შემთხვევაში საერთო წინაპარი ყავდა, რომლისგანაც ორივე წარმოვიშთა. ანუ მოხდა გახლეჩვა რეალურად ჩვენი ევოლუციური ხაზების. ეს მოხდა დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ. და მას შემდეგ უკვე ჩვენ ამ ჯგუფს ვეძახით ქვეტრიბას, რომელიც ცოტა ეხლა რთული არის ამ კლასიფიკაციური
ტაქსონების ან ჯგუფების ესე იგი აი ამ იერარქიის ესე გაშლა, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი რომ ანუ ზოგადად არის მარტივად არის ესე იგი რიგები, ვთქვათ რიგი პრიმატები, მერე არის ოჯახები ან ზეოჯახები, რომლებიც აქ შედიან რიგებში, მერე ოჯახები ყოფიან უკვე გვარებად და გვარების სახეობებად. ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ვთქვათ ჰომოზე, ჰომო არის გვარი, რომელშიც შედის უამრავი სახეობა. ეს ჰომოს გვარი ესე იგი წარმოიშვა დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ სადღაც ავსტრალოპითეკების გვარის რომელიმე წარმომადგენელისგან, ეხლა ბევრი დებატები რო წამოვიწყოთ ასე ვთქვათ და არ გავშალოთ ძალიან. ჰომოს გვარი ჩნდება დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ და პირველი ჰომო არის ასე ვთქვათ ჰომო ჰაბილისი, ანუ ხელმარჯვე ადამიანი, გამოგონებელი ადამიანი. ერთ შეგიკითხები, ანუ საუბარი არის რომ ავსტრალოპითეკით იწყება და პირველი არის ჰომო. არა, აი ცოტა 7 მილიონი წლის წინ ხდება ესე იგი გახლეჩვა შიმპანზეების და ჰომინინების ასე ვთქვათ ევოლუციური ხაზების. იქ რამდენიმე უადრესი ჰომინინების ნამარხებია, რომლებიც ცოტა არის ვთქვათ არის სახელანთროპოს ჩადენზისი, რომელიც 7 მილიონი წლის წინანდელია და ახლოვებით ჩადში აღმოჩენილი ჰომინინია, ერთ-ერთი უძველესი. შემდეგ არდიპითეკუსების შეგიკითხები, ესენი დადიან უკვე ორ ფეხზე თუ ჩვენ არის რომ აი მაგალითად ლუსის ნამარხი აი მან ესე შეიძლება ითქვას რომ რაც უფრო ევოლუციური ხაზი მოდის ადამიანისკენ, მით უფრო სწორდება ადამიანი და ორ ფეხზე გადა, ეს არის ბიპედალის ვეძახით ჩვენ. თუმცა რამდენად ესე იყო, ხა ერთი თავის ქალის აღმოჩენით ამას ვერ გადაჭრით. არის აი რაღაც სახეობები, რომელიც გარდამავალ პროცესში არიან ფაქტიურად, ხო, იმიტომ რომ ეტყობათ რომ გადმოდიან თითქოს ორ ფეხზე, მაგრამ მაინც აქტიურად იყენებენ. მათ შორის აი ლუსიზე არის ვარაუდები, რომ ხო, ავსტრალოპითეკია თუ არ მეშლება, ხო? კი, ავსტრალოპითეკია. კი ბატონო. ანუ ესე იგი ავსტრალოპითეკები გადაადგილდებოდნენ ორ ფეხზე, მაგრამ მათი აგებულება არ იყო ანუ აი მაგალითად რო ავიღოთ ჰომო ერექტუსი, ჰომო ერექტუსი უკვე აქტიური მორბენალია, იმიტომ რომ მისი ასე ვთქვათ ტერფის აგებულება პირდაპირ მეტყველებს ამაზე, სხვათა შორის დმანისის ნამარხების შედარებით კვლევა არის საკმაოდ კარგი, რომელიც ამას ადასტურებს, რომ და ისედაც ჰომო ერექტუსი არის პირველი სახეობა, რომელმაც დატოვა აფრიკა და ევრაზიაში გავრცელდა. და ჰომო ერექტუსის წარმოშობაც აფრიკასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, კი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი ჰომო ჰაბილისი ჩნდება, ეხლა არის ხოლმე მაგალითად რაღაც ნამარხები რახან ესე ანუ ჩვენი პალეონთროპოლოგიის გამოწვევა რა არის, რომ არის ცოტა ნამარხები, არის ასე ვთქვათ დეფორმირებული, დანაწევრებული ცოტა და შესაბამისად რაღაცა ფორმულასავით ვერ უპასუხებთ ვერაფერზე, ამიტომ ბევრი დავა მიდის ამ სფეროში, ხო? და თავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი პირველი ჰომო ჩნდება დაახლოებით 2.5 მილიონი წელს აფრიკაში, მისგან წარმოიშვება დიდი ალბათობით ჰომო ერექტუსი, რომელიც მერე იწყებს ევრაზიაში გავრცელებას და ნუ შემდეგ მისგან წარმოიშვება ასევე ჰომო ჰაიდელბერგენზისი, რომელისგანაც შემდეგ თქვათ ევროპაში ნეანდერტალელი ჩნდება და ასევე აფრიკაში ჰომო საპიენსი. თუმცა ნუ აი დენისოველების ჯგუფი რო აზიისკენ არის. ხო, აზიისკენ არის, მაგრამ ითვლება რომ თქვათ დიდი ალბათობით ნეანდერტალელებს და დენისოველებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც იყო თქვათ რომელიც აი ჰაიდელბერგენზისისგან სავარაუდოდ წარმოიშვა, როგორც თქვათ ჰომო საპიენსი. აი ესეთი უფრო მოკლედ რო ვთქვათ რა, ეს მიყვება, მაგრამ აი ზუსტად შე როგორც თქვი, ამ პროცესში მხოლოდ ეს სახეობები არ არიან, ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფები არიან, რომლებიც ვთქვათ აი ჰომო ფლორეზიენზისი, რომელიც აშკარად სხვა სახეობა, ოღონდ იზოლაციაში მოექცა როგორც ჩანს ჰომო ერექტუსი და იმისგან წარმოიშვა ვთქვათ დიდი ალბათობით ეს სახეობა კუნძულ ფლორესზე. ასევე ჰომო ლუზონენზისი, რომელიც ეხა გამოყვეს ჩვენმა კოლეგებმა, ვთქვათ ფილიპინებიდან და ეს უამრავი ზოგი ნამარხია ძალიან რთულია მიაკუთვნო ამა თუ იმ სახეობას. აქ მე სახეობის კონცეფცია შემოდის, რომელიც ძალიან განსხვავდება, გააჩნია რომელ სკოლას მიეკუთვნება ისა თუ ის მეცნიერი, ანუ შეიძლება გრადუალისტი იყოს თავის გაგებით, რომელიც ამბობს, რომ ვთქვათ ერთი სახეობიდან მეორეზე, ერთი სახეობიდან მეორის წარმოშობა არის რაღაც საფეხურეობრივი პროცესი, გარდამავალი ფორმების გავლით. მეორე არის ვთქვათ მე ვეძახი ხომ ესე თარგმნი მე შეიძლება ამაზე დავამარ, ანუ წვეტილი წონასწორობის მოდელი ევოლუციის, რომელიც ამბობს, რომ უფრო უცაბედად წარმოიშვებიან სახეობები. აქ მე ამაზე არის დაფუძნებული
დაფუძნებული უკვე სახეობის კონცეფციები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მე მაგალითად წაკითხულიაც მაქვს დაახლოებით 40-მდე ვიცი. რაც არ ვიცი კიდე ალბათ უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ამდენი მეცნიერიც არის, შეიძლება იმდენი აზრი არსებობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს თეორიული ჩარჩო რომელს გამოვიყენებთ, რა გამოცდილება გვაქვს ჩვენ ყველა მეცნიერს თავისი გამოცდილება. ზოგი არის მაგალითად უფრო დიდ დროს ატარებს თქვათ პრიმატებზე მუშაობით და წმინდა პრიმატოლოგიაშია და მე ამაზე აფუძნებს თქვათ თავის ესე იგი ამ თეორიულ ჩარჩოს ზოგი არის პირიქით უფრო ნამარხებში მუშაობს და იმ კუთხიდან ხედავს ხო არის ეს რა თქმა უნდა გააჩნია აი ამ კი ბატონო, ერთი შეკითხვა გამიჩნდა ახლა რა, რომელიც მგონია რომ ბევრი შეიძლება გქონდეს. ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად Homo erectus-ებისავით, რომელიც მოდის აფრიკიდან, ხო? ნუ მათ შორის მე Homo sapiens-იც ვიზით ჩდება აფრიკაში დაახლოებით 300 წელს. ზუსტად ვერ ვთქვი. ხო, ნუ 500,000 თქვათ თუ შევაჯერებ ყველა ინფორმაცია საშუალოს გამოვიდა დაახლოებით ეგ პერიოდი. დაახლოებით. ხო, იმიტომ რომ თავიდან იყოს ერთი ეგონა 200,000 წელი. მე გადმოიწია უფრო აქეთ და აგერ 500,000 მითხარი, ხო და ნუ რა მაინტერესებს უყურე. გაჩნდა Homo erectus-ი მაგალითად, მაგრამ მათ შორის ახლა შენ ახსენე ნეანდერტალი, რომელიც უკვე ვიცით რომ არ გაჩენილა აფრიკაში, არამედ სადღაც ევრაზიის ტერიტორიაზეა, ხო? მაგრამ ისიც ახსენე რომ მათ შორის ნეანდერტალი შეიძლება აღმოცენდა რაღაცა იმ სახეობიდან, რომელიც თავის დროზე გამოვიდა აფრიკიდან. არა, აფრიკიდან ეგ არ ვიცი, სადღაც ევრაზიის ტერიტორიაზე შესაძლოა გაჩნდა. ეგციც ეხლა მე გამიშდა როგორ შეკითხვა, ესეც შეკითხვა გამიშდა, რომ ანუ მოკლედ ჰომოების გვარი ცალსახად გაჩნდა თუ არა აფრიკაში მაგის თქმა არ შეგვიძლია. ანუ შეიძლება იყო რაღაც სახეობი, რომლებიც სრულიად მოწყვეტილი იყო. აი მან როგორ არის? არა, ჰომო ჩდება ცალსახად აფრიკაში. აჰა, აი რაც ძალიან მოსალოდნელი იყო თავის დროზე დარვინმაც კი ივარაუდა, რომ რახან ადამიანს მსგავსი მაიმუნები და ადამიანი იქ ცხოვრობენ დღესაც დიდი ალბათობით მათი წინაპრებიც წინაპრებსაც იქ უნდა ეცხოვრათ. აქ მნიშვნელოვანი არის ეგეთი მომენტი, რომ ჰომო უეჭველი გაჩნდა ჰომოს გვარი გაჩნდა აფრიკაში. უბრალოდ შემდეგ უკვე Homo erectus-ის სახით გავრცელდა უკვე ევრაზიაში. ოღონდ აქაც ხანდახან არის ხომ დაავა, მაგალითად Homo erectus-ი, Homo ergaster-ი და ყოფენ ერთმანეთისგან მე მაინც ვემხრობი Homo erectus-ის ესე იგი Homo erectus და თქვათ მის რეგიონალურ ჯგუფებად აღია მაგალითად დმანისული რეგიონალური ჯგუფი, რომელიც შეიძლება რაღაცებით რა თქმა უნდა განსხვავდება ესე იგი ვარიაცია შიდა სახეობრივი, რომელიც ზოგისთვის ესეა, ზოგისთვის ესეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ რომ აქ უფრო ვარიაცია, იმიტომ რომ აქ მარტო როგორ თქვა ანატომიური არგუმენტები არის, შეიძლება ეკოლოგიური არგუმენტებიც გამოვიყენოთ, ანუ ჩემი მხედვა უფრო ეფუძნება იმ კომპლექსურ გაგებას სახეობის, ანუ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რა ქვია მაგას ანატომიაზე, არამედ შეიძლება ეკოლოგიური ახსნაც ჰქონდეს, რომელიც რა თქმა უნდა ევოლუციურ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. ხო, ანუ ეს Homo erectus-ი როცა ვრცელდება ევრაზიის ტერიტორიაზე ორი ტალღა არის რა. პირველი ტალღა მოდის ეს ოლდუაურ კულტურას ვეძახით, რომელიც მე არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ აი საზოგადოებისთვის უფრო პრიმიტიულია შედარებით ჩვეულებრივი ანატკეცების კულტურაა და შემდეგ უკვე ჩნდება აშელური კულტურა, რომლის ავტორიც დიდი ალბათობით ისევ არის Homo erectus-ი, ისიც აფრიკაში და შემდეგ მეორე ტალღა მოდის უკვე აი ამ კულტურის გავრცელებით 1,400,000-იანი ძეგლები გვაქვს უკვე აშელური კულტურის, მაგრამ იგივე პერიოდის ევროპაშიც გვაქვს. ხო, ოღონდ უფრო ძველი ეს ოლდუაური კულტურის. მოკლედ აი რო ვრცელდება იქიდან უკვე ძალიან საინტერესო მიდგომებია ვთქვათ არსებობს მულტირეგიონალური ჰიპოთეზა, რომელიც გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ აი ეს Homo erectus-ი გავრცელდა ევრაზიის ტერიტორიაზე, შემდეგ რა თქმა უნდა რაღაც პროცესებმა მისი პოპულაციების იზოლაციების გამოიწვია, მერე ოღონდ ეს იზოლაციები პარალელურად ასევე შეჯვარებების ფონზე ანუ მიმდინარეობდა, ანუ იზოლაციაში მოექცეოდა, მერე დიდი ალბათობით ეს იზოლაციის განმაპირობებელი ასე ბარიერები რაღაც შემთხვევებში იხსნებოდა. შეჯვარება ხდებოდა და ასე და აი ამ მულტირეგიონალური თეორიის ჰიპოთეზას დავარქვათ მიხედვით ადამიანი ჩდება პირდაპირ Homo erectus-ისგან და მათ შორის საერთოდ არაფერი არ ხდებოდა ისეთი გარდა თუ ნეანდერტალებს არ ჩავთვლით ამ თეორიის ავტორების თუ
ესე იგი დავესესხებით, მაგრამ არის სხვა მტკიცებულებები და შესაბამისად სხვა მტკიცებულებები ეჭქვეს აყენებს ამ მულტირეგიონალურ მოდელს, ასე ვთქვათ, ადამიანის ევოლუციის, იმიტომ რომ არის უამრავი სახეობა, რომელსაც ვერ იტყვიო სახეობა, მაინც ვერ იტყვიო ამ რაღაცა უწყვეტობაში Homo erectus-დან sapiens-მდე მიეკუთვნება მაგალითად მაინც ამ ხაზს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ასევე გენეტიკური კვლევებიც გვეხმარება ამაში, როგორ დავინახოთ ეს ნამარხები, იმიტომ რომ შეიძლება ანატომიურად რაღაცნაირად რაღაც მახასიათებლები გქონდეს ამა თუ იმ ნამარხს და შენ შეიძლება ამან ის მიგაკუთვნებინოს ერთ ან მეორე სახეობას, მაგრამ გენეტიკური ინფორმაცია ამას კიდევ უფრო ამყარებს და არის ხოლმე შემთხვევები, მაგალითად, მაგიტო ვამბობთ, რომ ეხლა რო გვეგონა რომ 200,000 წელს წინ გაჩნდა Homo sapiens-ი, ეხლა ჩანს რომ გაცილებით უფრო ადრე მოხდა ნეანდერტალელსა და Homo sapiens შორის ეს ხლეჩა და ამიტომ მათ ვეძახით ჩვენ დობილ სახეობებს რა, ეს არის ორი დობილი სახეობა, რომელსაც ერთი წინაპარი ყავდა, თუმცა როგორც თქვი, შეიძლება სხვანაირი კონფიგურაციებიც არსებობდეს და ამაზე ჩვენ ეხლა დღეს ვსჯელობთ და ამას ვიკვლევთ და ეგ გვაინტერესებს ზუსტად რომ როგორ მოხდა, როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი. თუმცა აი ადამიანობის, აი ჰომოს გვარის გაჩენა დიდი ხანი ეს ანატომიური მოცემულობა რაღაცნაირად გაერთიანებული იყო არქეოლოგიურ მონაცემებთან, რომ აი ჰომო ჩდება მაშინ, როდესაც ეს რაღაც არსებები აკეთებენ ქვის იარაღებს და რა თქმა უნდა ანატომიური მოცემულობაც, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი იცვლება. დღეს ჩანს, რომ უფრო ადრეც აკეთებდნენ იარაღებს, დიდი ალბათ 3.3 მილიონი წლის წინ, დიდი ალბათობით ავსტრალოპითეკები. ან ჰომოს პარალელურად, თქვათ, პარანთროპუსების ჯგუფი, რომელიც ასევე დიდი ალბათობით წარმოშობილი ამ ავსტრალოპითეკების ჯგუფისგან, ისინიც აკეთებდნენ პარალელურად იარაღებს, ქვის იარაღებს, რაც ნიშნავს, რომ ესე იგი ანატომიური და კულტურული მოცემულობა მაინც ერთიანობაში არ მოგცემ ზუსტ სურათს რა, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ამიტომ სულ ყველაფერს ვუფრთხით რა, სულ დიდი ალბათობით. ანუ გთხოვენ ხოლმე რომ ფორმულები ვთქვათ, მაგრამ ეს ფორმულები ძალიან რთული დასადგენია. ხა შემიძლია ვთქვა, აი რასაც ხა ძალიან მარტივად ასწავლიან ხოლმე და რაც მიღებულია, რომ აი ვთქვათ, Homo habilis-ი ჩდება 2.5 მილიონი წლის წინ, მერე მისგან წარმოიშობა Homo erectus-ი, Homo erectus-ი ვრცელდება ევრაზიაში, შემდეგ აზიაში ცოტა სხვა სიტუაციაა და იქ ცოტა საფრთხილო არის, ასე ვთქვათ, ამ ნამარხებთან მიდგომა, მაგრამ იმას ვიღებთ, რომ ევროპისა და აფრიკის, ანუ დასავლეთ ევრაზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე ჩდება Homo heidelbergensis-ი, რომლისგანაც უკვე მერე წარმოიშვებიან ევროპაში, ვთქვათ, ნეანდერტალელი და აფრიკაში Homo sapiens-ი და მერე Homo sapiens-ი მოდის და ნელ-ნელა ანაცვლებს აი ამ არქაულ ჭყალებში, არქაულ ჯგუფებს, რომლებთანაც შეჯვარებასაც ახერხებს. აი ეს საინტერესოა ზუსტად საქართველოს ამ შემთხვევაში, აი რა ადგილი უკავია, იმიტომ რომ კი გვაქვს ვთქვათ მანისი, გვაქვს ოროზმანის, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები, რომლებიც კი ბევრ ამის გვეუბნებიან, მათ შორის უნიკალური ნამარხებია და ხუთი თავის ქალა ერთ ადგილას, სხვა პოსტკრანიალური, ანუ არა თავის ქალასთან დაკავშირებული ძვლებიც უამრავია, შესაბამისად, აი მათი ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ ეს მაინც მსოფლიო რუკაზე ძალიან ცოტა არის რა. და ამიტომ ვთქვათ Homo erectus-ის კვლევისას ცოტა ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ აი ნეანდერტალელი უკვე აქეთკენ რომ მოვდივართ უკვე დღევანდელობისკენ, ასე ვთქვათ, დაახლოებით უკვე 400,000 წლიდან დღემდე არსებული ნამარხების ინტერპრეტაცია შედარებით უფრო მარტივია, უფრო მეტი ნამარხები, უფრო კარგად შენარჩუნებულია, მაგრამ აი საქართველოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 80-იანი წლების მერე კრიზისი ედგა ქვეყანას და ეხლა თუ არ ჩავთვლით დმანის და რამდენიმე კიდე ძეგლს, დიდი აღმოჩენებია ამ ტერიტორიაზე, აი ამ პერიოდის არ მომხდარა მას შემდეგ, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გიორგი ნიორაძით დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო და ჩვენ ვაგრძელებთ აი ამ მართლა დიდ ტრადიციას, რომელიც ქვისხანის არქეოლოგიაში გვაქვს, მაგრამ მაშინდელი ნამარხები უკვე ხანდაზმულია, უკვე ვეღარ გამოიყენება იმ მეთოდების ჩასართავად, რომლებიც დნმ-ს გამოყოფენ,
ან რაღაცა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს ამოიღებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ახალი გათხრები, რომლებიც აი ამ ახალ ინფორმაციას მოიპოვებენ ახალი სიფრთხილით, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვიცით რომ ეს მეთოდი თუ თქვათ უნდა გამოვიყენოთ დნმ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ხელები არ უნდა მოვკიდოთ და მე ლაკი არ უნდა გადაუსვათ და ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ რა. შესაბამისად ძალიან სკრუპულოზულად მიდის გათხრები, ეხლა თუ მაგალითად ადრე უფრო სწრაფად ხრინდნენ, ჩვენ ეხლა ერთი ფენის გათხრისთვის ძალიან დიდი დრო გვჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერს აღვწერთ, აღვინიშნავთ, რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეხლა მთელი ეს ინფორმაცია მე საბოლოო ჯამში დიდი სურათის დახატვის საშუალებას გვაძლევს რა. ამიტომაც არის ეს ახალი კვლევები მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სიახლე შეიძლება ბევრი იყოს და აი ზუსტად ამ დნმ-ით სხვათა შორის ცოტაა, მაგრამ ასეთ თუ ისე იმ ასე პალეონთროპოლოგიის იმითი მასშტაბებით თუ იმსჯელებთ ნეანდერტალელების დნმ-ი საკმაოდ აქტიურად გამოიკვლევა და მნიშვნელოვანი, ანუ საკმაოდ ღრმა და დიდი პროცენტულობის გენეტიკური ინფორმაცია ამოღებული და მაგრამ საქართველოს შესახებ ეს ინფორმაცია არ არის და ამიტომ საქართველოში ახალი აღმოჩენები მოგცემს საშუალებას თუ შესაძლებელი გახდა, იმიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მერე აი ამ გენეტიკური კვლევებში ჩვენმა მონაცემებმაც მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისად უფრო დიდი საერთო ის რომ შეიკრება დიდი სურათი, მათ შორის კულტურული განვითარების დონეზეც, იმიტომ რომ ეს შუა პალეოლითია და საკმაოდ კომპლექსური კულტურები ჩდება და ტექნოლოგია ჩდება. მანამდე ეს ტექნოლოგიას მე მაგალითად არ ვიცახი, იმიტომ რომ ის ტექნიკებია, რომელიც გამოიყენება რაღაცა კონკრეტული ერთი მიზნის მისაღწევად და ტექნოლოგიაში უკვე მოვიაზრებთ ცოდნასაც, იერარქიას, მოქმედებების და ასე შემდეგ. ხო, აი მე რა მაინტერესებს ახლა საქართველოს მაგ ხრივ ხო, მსგავსი კვლევებისთვის ფაქტია რომ მნიშვნელოვანი ტერიტორია აქვს ხო საქართველოს და იქ ახსენე შენ კვლევები, მათ შორის ძველის, მაგრამ აი მე მინდა რომ აი რაღაც ესე მოუყვეთ და მე უკვე თანამედროვე მათ შორის აი შენ უშუალო კვლევებზეც ვისაუბროთ, მათ შორის ეს წკბილი რო ახსენეთ მაგაზე ხო და მე იმ რეალობაზე დღეს რა რეალობა, გინ პოლიტიკური კონტექსტი, გინ საგარეო და ასე შემდეგ. რო ეს კვლევები ჩატარდეს უფრო აქტიურად საქართველოში, მაგრამ მინდა რაღაცა ისე რომ გავყვეთ თავიდან, რომ ანუ საქართველოში როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ საბჭოთა პერიოდში როცა იწყება აქტიურად ეს გათხრები და აი პოულობენ ანუ პირველს ეს მაყურებელმა მინდა უბრალოდ რომ ზუსტ ინფორმაცია მიიღოს, რომ გამოყვეს მაგხრივ ზუსტად რომ ეს აი რატო არის მაგალითად ეს მზია და ზეზვა ეს პირდაღებული თემა ესე რომ აი ყველას გაუგია მზია და ზეზვა. რატო რით შეგვიძლია, რატო არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი? ვახსენეთ უკვე ეს არის ჰომო ერექტუსის ნაშთები და მათ შორის იმაზე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ რომ მზია და ზეზვა ბევრ სხვათა შორის საერთოდ გონია რაღაცა წყვილივით იყო რომელიც რაღაცა ერთად აღმოჩნდეს მართლა ბევრს გონია ეგრე და რეალურად ვიცით რომ საერთოდ მათ შორის შეიძლება რაღაცა 1000-ობით წელია ხო სინამდვილეში ანუ ეს არ არის ორი ინდივიდი რომელიც ერთ პერიოდში ცხოვრობდა მე ეგეთი რაღაც მომისმენია არქეოლოგებისგან რომ მათ შორის შეიძლება იყოს რამდენიმე 1000 წელი სხვა და არა ის რომ ესენი რაღაცა ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ ხო ხო, ну, ანუ მანდ რთულია ერთის მხრივ ჩვენ ვიცით, რომ განამარხება ამ ნამარხების სწრაფად მოხდა. კონტექსტიც ამას გვეუბნება რა და შესაბამისად დიდი ალბათობით ეს ერთი პოპულაციაა, იმიტომ რომ ან კონტექსტი დაახლოებით ერთია. შეიძლება რა თქმა უნდა რაღაც პერიოდი განსხვავებები იყოს, მაგრამ ჩვენ ეხა ანუ აი მათ სოციალურ ისტორიას რო გადავხედოთ, რაღაცნაირი კავშირები შეიძლება დაიხატოს. შენ უფრო შეიძლება სულაც ერთ პერიოდში ეცხოვრათ? ხო, მე მას ხო მოსმენოს პირიქით ეგ და შეიძლება ძალიან საინტერესოა სხვათა შორის აი მაგ საკითხების აი ამ ასპექტებიდან დანახვა არა ცალსახა ბიოლოგიური, არამედ აი სოციალური ისტორია მათი რა. ხო და აი როგორ მოხდა ხო ეს აღმოჩენა და დაკავშირდა ერთ. ხო, ანუ მოდი დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ქვისხანის არქეოლოგია როგორც მეცნიერება და დისციპლინა ჩდება დაკავშირებულ გიორგი ნიორაძის საქმიანობასთან, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც აი ეს რაღაც დისციპლინურად, თქვათ, მეთოდურად დაიწყო ამ საკითხების კვლევა დევის ხრელით, თქვათ, მე საკაჟიას მღვიმეში გააგრძელა სხვადასხვა ტერიტორია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ძეგლებზე მუშაობდა, მაგრამ ეხა მანამდე იყვნენ გარკვეული მეცნიერები ან შეიძლება სხვადასხვა ტიპის აი ეს ხო არის რაღაც მე-18 საუკუნის ბოლოა და გარკვეული მეცნიერები ან თქვათ ადამიანებისაც აი მეცნიერება აინტერესებს, მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები ხდებოდნენ საქართველოში, რომლებიც ცდილობდნენ რაღაცა ინფორმაცია მოეძიათ, ან კვლევები ჩაეტარებინათ ასე შემდეგ, მაგრამ ეს
არ იყო რაღაცა დისციპლინა რა, კი გაათხარეს მაგალითად კოზლოვსკი და შმიტი იყვნენ, ვინც თხრიდა ვთქვათ საკაჟია ზღვიმე სხვათა შორის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ბოდიში მე-18 ვთქვი წინ. მე-19 საუკუნის ბოლოს საკაჟიაში უკვე იწყება რაღაც ტიპის კვლევები, სპელეოლოგიური ინტერესი, ასე შემდეგ, ასე უცხოელები ჩდებიან. და შემდეგ უკვე გიორგი ნიორაძე აგრძელებს. გიორგი ნიორაძის მიდგომა არის უკვე ძალიან მეთოდური და უკვე საქმე გვაქვს იმ ისეთ ტიპის კვლევებთან, რომლებმაც რეალურად საფუძველი ჩაუყარა მერე აი ამ კვლევის ტრადიციას რა, იმიტომ რომ ნახოთ რა, აი როგორ ცდილობს ის აი ამ პერიოდის მაგალითად საკმაოდ კაი წიგნებია გამოსული მისი ნაშრომები ადრეული და იმედია რომ კიდე დაიბეჭდება ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია. და აქედან იწყება შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ახალი თაობა მოდის საკმაოდ ძლიერი არქეოლოგების რომლებიც უკვე ავითარებენ ამ სფეროს მაგალითად მინდა გავიხსენოთ გავიხსენე ქალბატონი მედიანიურაძე რომელიც დღემდე ჩართულია ვთქვათ მისი შვილი ამ პროცესებში ვთქვათ ასევე დავით თუშაბრამიშვილი რომელიც მნიშვნელოვან კვლევებს ატარებდა და ცუცხვათში ჩვენ რო ვთხრით იქ ვთქვათ ჩემი მასწავლებელი ასევე აბესალომ ვეკუა და კიდე თქვათ ლევან მარუაშვილი, რომელიც გეოგრაფიის ინსტიტუტიდან იყო და ძალიან მაღალი დონის მეცნიერი იყო, ეს ხალხი კიდე ხა უამრავია, ჩამოთვლა რო არ დავიწყო და ამ ხალხმა რეალურად დაიწყო ამ აღმოჩენების ეს აღმოჩენები უკვე გაკეთდა როგორც სამეცნიერო აღმოჩენები, თქვათ საკაჟიაში აღმოჩნდა ზედაყმის ფრაგმენტი ნეანდერტალეს 4 კბილით, რომელზეც ეხაც უმუშაობთ, რომ აი დავათარიღოთ რაღაც სიახლეები ვქნათ, იმიტომ რომ მაშინდელი მეთოდები არ იძლეოდა ამის საშუალებას. დღევანდელი უკვე იძლევა ბევრი რაღაც საშუალებას რა და ამიტომ ეხა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაც მეთოდები გამოვიყენოთ თანამედროვე რომ საბოლოო ჯამში აი ეს საუკუნოვანი კვლევა თქვა საკაჟიას ღვიმეში დავასრულოთ და ამ ღვიმემ დაიკავოს თავისი ადგილი მოკლედ როგორც ჯერ ერთი როგორც პრეისტორიულმა ღვიმემ და მეორეს ერთი როგორც ნიმუშმა ქართული ქვის ხანის არქეოლოგიის განვითარების იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან დღესაც კი მუშაობთ ანუ ეს ხო იმაზე მეტყველებს რომ ჩვენ რაღაც ტრადიცია გაგვაჩნია რომელიც ეხა საფრთხის ქვეშ დგება რაღაც მიზეზების გამო ხო კიდე ვთქვათ მე აღმოჩნდა რუჭულას ღვიმე, ცუცხვათი ვახსენე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათ შორის დმანისიც ხო მე უკვე დმანის უკვე მოგვიანო პერიოდში აღმოჩნდა უფრო იმიტომ რომ დმანისი ითხრებოდა როგორც შუა საუკუნეების ძეგლი და მე აღმოჩნდა იქ სამეურნეო ორმოებში უკვე სხვადასხვა ცხოველების ძვლები და მე აქ მეცნიერები ჩავიდნენ აბესალომ ვეკუა, რა ვიცი მედიანიურაძე, ბევრი სხვა მუშაობდნენ, დავით ლორთქიფანიძე, ხელმძღვანელი. ხო, ანუ და აი ამის მერე წამოვიდა იქ ნამარხები მოკლედ და არ თავდება და მეც იქ გავიზარდე და ბევრი ჩვენი კოლეგა ვინც ეხა ქვის ხანაში მუშაობს, მე ეხა ვლაპარაკობ პალეოლითს, ანუ როგორ თქვა, ადრე ესე იგი ძველ ქვის ხანაზე იმიტომ რომ მეც არის ხა ნეოლითი არის, მაგრამ იქ სხვა ჯგუფები მუშაობდნენ, სხვა სკოლებია და ვთქვათ, იქაც თავის ტრადიციაა და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას სულ ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ ეს ანიჭებს მე აი ეს ტრადიცია ქმნის მე რაღაც სივრცეს, სადაც შეიძლება რომ კიდე უფრო მნიშვნელოვანი კვლევები რაზეც უნდა დაშენდეს რეალურად. თუ რა თქმა უნდა ხელშემშლელი ფაქტორები არ იქნება, რაც ეხა ძალიან მრავლად გვაქვს ფაქტიურად რა ვიცი, აი სულ ზღაფავს ჩვენი სფერო, ხო? თუმცა ჩვენ ვიბრძვით რა და ამ სკოლამ ის შეძლო რომ გადაეტანა, თქვა, წარმოვიდგინეთ თქვენ ბევრი ჩემი უფროსი კოლეგის, რომლებიც აი მოიყვნენ ამ კრიზისის პერიოდში და შეიძლება ხელი შეუშალა ბევრმა რაღაცამ, მაგრამ მათმა ბრძოლამ მოიტანა ისო ჩვენ ეხა შეგვიძლია რომ ანუ ახალი თაობის მკვლევარები ვართ და შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მათთან ერთად და ამ ცოდნის მიღებით და გაზიარებით და ეხა ჩვენც იგივე ვცდილობთ და ახალი მიდგომა გვაქვს, ასე ვთქვათ, ეხა ჩვენ ჯგუფს აქვს, მაგალითად ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული თავად კვლევის პროცესში, რომ მათ შეძლონ განივითარონ ეს უნარები, რაც საჭიროა დამოუკიდებელი კვლევისთვის რა. ხო და აი მე უკვე აი დმანისი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორც თქვი დმანისმა მიიღო ერთის მხრივ აი ეს რაღაც პირველი ევროპელების სახელი, იმიტომ რომ მართლა
მანამდე მიაჩნდათ ეხლა დმანისამდე და კიდე სხვა ჩინური ძეგლებია, რომლებიც ჩინეთში მდებარე ძეგლებია, რომ მიაჩნდათ, რომ ადამიანმა აფრიკა გაცილებით გვიან დატოვა და ტექნოლოგიურად კულტურულად უკვე განვითარებული იყო, ქონდა აშელური, ვთქვათ, კულტურა და ამითი მოხდა მისი გავრცელება, ამის ეს როდის მეჩნაოდა? ნუ კარგი ხნით ადრე. სანამ დმანის მე ვამბობ ძალიან ადრე რა. და მე უკვე აი დმანის მე ნუ ევროპაში რაღაც აღმოჩენები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი ძველი არ ყოფილა. ეხა 1.800.000-იანი ძეგლი, ეხა ამას დაემატა რა თქმა უნდა ოროზმანი, ეს ორი ძეგლი ქმნის, რომ ვთქვათ პირდაპირ აი ძალიან კარგად შემონახული. საუბრობთ Homo erectus-ს ხო, Homo erectus-ზე. ნუ ეს არის 1.800.000-დან ну, ორივე 1.800.000 წლის წინანდელია და ორივე გვაძლევს აი ძალიან კარგი ინფორმაციას რა, დახუნძლულ ინფორმაციას, რასაც ვთქვათ, ბევრი ვთქვათ აფრიკაში აღმოჩენილი ნამარხი ვერ მოგცემს, შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოგცეს, მაგრამ და აქ ამითი გამოჩნდა, რომ ეს არის პირველი, ესე იგი, ამით დმანისის აღმოჩენით და მე რა თქმა უნდა მას მიება სხვადასხვა ძეგლები, რომლებიც მე დათარიღდა, ვთქვათ, ინდონეზიაში, ჩინეთში მათ შორის ევროპაშიც გამოჩნდა, რომ ადამიანმა გაცილებით ადრე დატოვა აფრიკა და გავრცელდა ევრაზიაში, ვიდრე გვეგონა და გაცილებით უფრო ესე იგი ანატომიურად უფრო პრიმიტიულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თავისთავად მოცულობა უფრო პატარა იყო. აი მე კიდე ვამბობ, რომ პრიმიტიული სიტყვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ევოლუციისთვის როგორც ჩანს ის მდგომარეობა სამსებით შესაბამისი იყო გარემოსთან და ამიტომ სულაც არ ნიშნავს, რომ ეგ იყო პრიმიტიული, ხო? აი ჩვენ გულისხმობთ ალბათ ახლა მაინც გონებრივ განვითარებას, გონებრივ შესაძლებლობებს. ხო, ძალიან საინტერესო. გევანდელი გადმოსახედი. მაგრამ ძალიან საინტერესო წარმოვიდგინეთ Homo erectus-ი რო არსებობდეს და Homo erectus-ის ბავშვი გაგეზარდა ამ სოციუმში რა, ალბათ, ნუ როგორც მინიმუმ ბევრ რაღაცას ვერ შეძლებდა ალბათ უნივერსიტეტში ვერ ისწავლდეს ალბათ. არ ვიცი. ხო მე ეგრე ნუ მისი აი ნეანდერტალებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ნეანდერტალზე უფრო ვიცით რომ მისი თავის ფორმა უფრო განვითარებულია, საუბრობთ ტვინის უფრო ტვინის მოცულობა, კი მაგრამ ტვინის მოცულობა გააჩნია, ანუ ესე იგი რაღაცასთან მიმართებაში ხო, ანუ პროპორციულობის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია მან შემოდის მაგალითად ისეთი თეორიები, რომ აი ადამიანის წარმოშობის ჰიპოთეზები, ასე ვთქვათ, რომელიც გვეუბნება, რომ ვთქვათ იმის გამო რომ ესე იგი მეტაბოლიზმის ბალანსი დაცული ყოფილიყო თავის ტვინის ესე იგი განვითარების ხარჯზე ვთქვათ სხვა ქსოვილებმა დაიწყეს ვთქვათ ესე იგი რესტრუქტურიზაცია ვთქვათ ნაწლავებმა მაგალითად და მონელების სისტემა რომელიც უფრო შემცირდა. ნუ აი ბევრი სხვადასხვა მოკლედ ჰიპოთეზა არსებობს რომლებიც ძალიან საინტერესოა და მე მაგალითად რაც მაკლია ხოლმე პალეონთროპოლოგიაში არის ის რომ თეორეტიზირება ასე ვთქვათ ფილოსოფიზირება ამ მიმართულებით რაღაცა არ ხდება რა რასაც ეხა მე და ჩემი სტუდენტები ვცდილობთ რომ ეხა ნელ-ნელა წინ აღვდგეთ და თქვათ რომ რატომაც არა მოდი ჩავრთოთ რაღაცა ცოტა სპეკულაციებიც გავაკეთოთ აზროვნების გასავარჯიშებლად ასე ვთქვათ და დაუშვათ რაღაცები რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს მტკიცებით ფორმაში მაგრამ ბევრი ახალი ჰიპოთეზა და მათ შორის თეორიული და ეს სოციალური ნაწილი ამ არსებების, იმიტომ რომ ჩვენ ეხა რაღაცა აი მაგალითად მე ხედვა მაქვს რომ ისტორია არ იწყება დამწერლობით, რა უფრო ადრე იწყება. და ეხა ვცდილობთ რომ აი ამ მიმართულებით მოკლედ მნიშვნელოვანი რაღაცა ნაშრომები გამოვაქვეყნოთ ასე ვთქვათ და აი ძალიან ისეთია დიდი თემაა რა ეხა ჩვენ უყვებით ხო ხდები და მერე უკვე დმანისის მერე უკვე რაც ხდება ის რომ დმანისმა ხელი შეუწყო იმას რომ სოფლიო ყურადღება წამოვიდა აქეთკენ ისედაც რა თქმა უნდა საქართველოს შესახებ ეხა საბჭოთა კავშირის იზოლაციის ფონზე ძალიან ცოტა იყო და ეხა ინტერესი იზრდება იმიტომ რომ ეხა თქვა თუ ავიღეთ ევროპაში ნეანდერტალელები რა ვიცი ეხა მიუხედავად იმისა რომ კვლევა მიდის და ძალიან ბევრი სამუშაოა იქ შედარებით უკეთესად არის მონაცემები, იმიტომ რომ დღესაც მიდის გათხრები Homo erectus-ისგან განსხვავებით. ხო, განსხვავებით რა თქმა. არა, Homo erectus-ი იქ რთულია, იმიტომ რომ ბევრი ნამარხები არ გვაქვს, ნუ ეხა გვაქვს დიდი ალბათობით არის ეხა ატაპუერკა, იქ სადაუა ხან ზოგი Homo erectus-ს ამბობს, სადაუერკა ესპანეთის ატაპუერკას ტერიტორიაზე, იქ არის ნამარხები, ესე იგი ფენები და ნამარხები, რომლებიც 1.400.000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, ასევე პირო, ჩრდილოეთ პირო, ანუ პირო ნორს ეძახიან იტალიაში და იქაც ეხა
რაღაცების ადაოა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ორი ძეგლი დგას იქ, როგორც თქვათ, ამ პერიოდის ძეგლები და დანარჩენები უკვე მე შემდეგი ეტაპია, თქვათ, იმავე ატაპუერკაში არის უკვე თქვათ სხვა ნამარხები, რომლებიც დიდი ალბათობით არის აი ზუსტად ის პერიოდი, აი ეხა მაგალითად აი არის ნეანდერტალელი თუ არის ანუ აი ნეანდერტალამდელი ჰომო ჰაიდელბერგეზისი, ან შეიძლება პრენეანდერტალელი, რა ვიცი, აი ხო ხდება, მანდაც ეგ არის სკოლების მიხედვით ლაგდება. ზოგისთვის ეგ პრენეანდერტალელია, ზოგისთვის ჰომო ჰაიდელბერგეზისია, ზოგისთვის შეიძლება უკვე ნეანდერტალელიც არის, აი ეს მიდგომები ერთმანეთს კონკურენციას უწევს, რაც ძალიან კარგი არის იმ ხრივ, რომ აი ცოცხალია რა მეცნიერება. ესე არდებს, რომ აი მან ესე თქვა და დამთავრდა რა. ხო და აი მე უკვე ნეანდერტალელების გაჩენით კი ევროპაში გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ საქართველოში, იმიტომ რომ ის ნამარხებმა უკვე ხანდაზმულები იქიდან მაგალითად იყო მცდელობები რაღაცა ინფორმაციის ამოღების, მაგრამ ვერ ამოვიღეთ. ამიტომ ჩვენ ეხლა ვაახლებთ ამ კვლევებს, ეს ერთის მხრივ იქნება გასაღები აი ამ კვლევაში, რომ ამ სოფლიო კვლევის პროცესში ჩავერთოთ, სადაც ეხლა ზოგი ისე ხატავს, ზოგი ასე, მაგრამ თემ სოფლიო ჩართული, ანუ ისე არ არის, რომ ეხლა მარტო დასავლეთი და დამთავრდა იქით. თქვათ კვლევა მიდის როგორც ჩინეთში, რა ვიცი, იმაში რა ქვია, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში და ეს დიდი, ასე ვთქვათ, ქსელი არის სამეცნიერო, სადაც ეხა ჩვენ ამითი მივდივართ, ანუ ჩვენ რითი მივდივართ, ხო, ახლა ეკონომიკით სამწუხაროდ ვერ მივდივართ, მაგრამ მივდივართ აი ამ რესურსებით, რომელსაც შეუძლია რომ განათლება და მეცნიერება კიდევ უფრო წინ წაწიოს, ანუ ამ კოოპერაციას, რაც აი ზუსტად რო არის ხოლმე ლაპარაკი, რომ რაღაც სუვერენიტეტი და ასე, აი სუვერენიტეტი თუ ვინმეს უნდა რომ წარმოიდგინოს რა არის, ეს არის კვლევების დამოუკიდებლად წარმოების უნარი. ჩვენ ქვეყანას ეს უნარები რაღაცა მხრივ სამეცნიერო წრეებს აქვთ, მაგრამ არა აქვთ ტექნოლოგია, არა აქვთ თქვათ თანამედროვე ტექნოლოგიასთან ურთიერთობის საშუალებები. ხა მე მაგალითად 2007 წელს ვისწავლე რაღაც პროგრამები. იმის მერე ეს პროგრამები შეიცვალა, რაღაცა ახალი სიახლეები შემოვიდა და ეხა ვაცნობიერებ, რომ ანუ მინდოდა ყიდვა ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ უამრავი დაბრკოლება, ფული არ არის ერთი და მეორე მხრივ სისტემა ისე შექმნილი, ვერაფერს ვერ იყიდი, აქ ტენდერი, ანუ ტენდერში ეხა ვინ შემოვა, მილიონიანი ბრუნვა რო აქვს და მილიარდიანი კომპანიას, შენ ტენდერში რაღაცა 1000 ლარის გამო არ შემოვა, ხო? და შესაბამისად ეს უამრავი დაბრკოლებაა სისტემური და მე პოლიტიკურიც უკვე სამწუხაროდ არის დაბრკოლებები და რეალურად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ვშორდებით რა რაღაცა სოფლიო ტექნოლოგიურ ძვრებს და ამიტომ ჩვენ ვიბძვით აი ამ საშუალებებით, რომ აი ჩვენ გვაქვს ეს ძეგლები, ჩვენ ამას ვიკვლევთ და ვცდილობთ, რომ ეს დამოუკიდებლად გავაკეთოთ. თანამშრომლობა რესურსი არ არსებობს, ანუ შეიძლება ითქვას, რითაც მოხდება იმავე პროექტების დაფინანსება, რომელიც ისევ ესე დაალაგდა, შეიძლება ითქვას, ტერიტორია, რომელიც დღეს საქართველოს ეკუთვნის, იქ არის ამხელა პოტენციალი და შენ არ გაგაჩნია შიგნით. მე ვიტყვი, რომ რესურსები არის, უბრალოდ ის რესურსები სხვაგან მიდის რა. ანუ არის ხარჯება მეცნიერებაში, ტექნოლოგიების შემოტანა. მე როგორ გითხრა, აი ხანდახო ფიქრობ, იმდენად ცოტა არის გასაკეთებელი იმისთვის, ანუ თანხობრივი თვალსაზრისით, რომ შენ თანამედროვე ანუ შეიძლება რაღაც დიდი დანადგარები ვერ გააკეთო ამ ეტაპზე. თუმცა მე რო ვიყო სახელმწიფო, ამაზე ვიზრუნებდი, იმიტომ რომ ლიდერობა თუ გინდა შენ რეგიონში, უნდა იყო დანარჩენ ქვეყნებზე უფრო ძლიერი მაგხრივ, მაგრამ ნუ კარგი ვთქვათ, დაუშვათ, რომ არ არის ცოტა ფული გვაქვს რა, ესე ვთქვათ, რა ჟარგონულად. აი მაგ ცოტა ფულითაც შესაძლებელია ისეთი სამეცნიერო ბაზების და ცენტრების შექმნა, რომელიც არ დაკარგავს სოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებასთან ბმას რა. ნუ და ახლა არის წარმოვიდგინოთ, რა ეხლა გვჭირდება ჩვენ ხელის სკანერი, რომელიც ღირს დაახლოებით 30000 евро. ეს ხელის სკანერი საკმაოდ მაღალი რეზოლუციით ასკანერებს, თქვათ, ნამარხებს და ნივთებს და ასე შემდეგ. და მათ შორის პატარა ნივთებს და რაც საშუალებას მოგცემს, რომ ეს მთელი ნამარხი ყოველ წუთას გაზომვა ძალიან რთული არის. თუ კომპიუტერული სკანირება გინდა, კომპიუტერული ტომოგრაფია გინდა, გაცილებით ძვირი ჯდება, აქ კი არის რამდენიმე კლინიკაში ეს, მაგრამ როგორც ტრადიცია, ანუ მე პროგრამები გჭირდება, რომლებიც
არა გვაქვს 9000 евро ღირს თქვათ. რო წარმოვიდგინოთ რა ძალიან მინიმალური თანხებით 100,000 ლარით შენ შეგიძლია რომ აი რაღაცა ესეთი ტიპის მცირე ლაბორატორია შექმნა რომელსაც რა თქმა უნდა საშუალებას მიცემს ქართულ მეცნიერებს რომ სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სხვასთან არის თანამშრომლობა, როცა რესურსები არ გაქვს, მაშინ თანამშრომლობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის რა ვიღაც თქვა შენი უცხოელი კოლეგა მოვიდეს და გითხრას მე მაქვს განადგარი შენ გაქვს რა მარხი მოდი ხა რაღაცა ანუ ჩვეულებრივი მომენტი ხა მე შენც რო გქონდეს ვიღაცა შეთავაზებ რომ მოდი მე ამას რაღაც ამ დანადგარში დაგეხმარები და მეც მინდა მონაწილეობა მივიღო კვლევებში მაგრამ მონაწილეობა მივიღო ერთია და მე იქ უკვე ჩდება ისეთი მომენტები როდესაც შენ აღარ ახარ თავარი წამყვანი ძალა რა და ეგ გაკარგვინებს ლიდერობას თუ ვინმეს მართლა სუვერენიტეტი ადარდებს აი ხავე შეუულია რომ შექმნას ეგეთი ლაბორატორია რა თქმა უნდა მწოდნე ხალხით ეხა ყველა მაგას რეალურად რომ შენივე ქვეყანაში შენივე იმაზე იყო და შენივე ქვეყანაში შენივე აწარმოო კვლევები და რა თქმა უნდა ითანამშრომლო სხვებთანაც იმიტომ რომ ეს ნამარხები ანუ რაღაცა ნაციონალისტური ეს არ არის რომ ჩემია და შენ არ მოგცემ ანუ რაღაცა ტიპის გაზიარება უნდა შეძლო მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში შენ უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის სამეცნიერო განვითარებისთვის იმიტომ რომ ამ კვლევისას ჩდება ისეთი წოდნები რომ შეიძლება ის სხვადასხვა სფეროებიდან მაგალითად ჩემ სტუდენტებს ვეხმარებ ხოლმე თქვათ ერთ-ერთი მეთოდი როგორ განვითარდა რომ ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად გრავირება შოკოლადის ზედაპირზე გრავირების რაღაც საკითხები შეესწავლათ მარკეტინგული თვალსაზრისით და ეს პროგრამა მე გადმოვიდა და კბილების თქვათ კბილებზე ნაკაწრების კვლევას გამოადგა ისე რომ ეხა შეგვიძლია თქვათ აი მაგალითად ამა თუ იმ კბილს რა დანიშნულებით იყენებდა ადამიანი შეიძლება მარტო არ ღეჭავდა აი მაგალითად არის თანამედროვე პოპულაციებშიც აკეთებენ თქვათ კალათებს და ის კალათების მთელი ცხოვრება რო ეხა კბილებით აკეთებ მე შენ კბილებზე ეს რა თქმა უნდა აისახება ისევე როგორც აი მაგალითად საინტერესო ჩვენი კოლეგა ანი მარგველაშვილი რომელსაც აქვს ესეთი კვლევა რომლის მიხედვითაც გამოჩნდა რომ ანუ აი ეს დმანისელი ჰომინინების მე ჰომინიდებს არ ვეძახი მე რატო არ ეძახი ჩემი სტუდენტები მიხვდები არა ალბათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი დმანისელი ჰომინინებში ესე იგი მათი ესე იგი საღეჭი აპარატის აგებულებაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა მხოლოდ თქვათ ეს ანატომიური აგებულება სასახად არ იყო არამედ სხვადასხვა დაავადებები მათი ქცევები აისახებოდა ამ ყველაფერზე რა ამ მათი საღეჭი აპარატის ანატომიაზე ასე ვთქვათ უფრო მარტივად რო ვთქვათ რა ხო და აი ეხა ჩვენ მოვდივართ ზუსტად იმ პერიოდისკენ სადაც უკვე აი ეს ნეანდერტალელების და ანატომიურად თანამედროვე ადამიანის შეხვედრის საკითხიც უნდა გავარკვიოთ ან გადაშენების საკითხი ნეანდერტალელების და ჰომო საპიენსის მოსვლის კავკასიაში. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თან ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსის ერთმანეთთან შეწყვილება შეეძლო, ხო? რაც საბოლოო ჯამში დენისოვერსა და ნეანდერტალებსაც. ხო, რაც საბოლოო ჩვენს გენეტიკას აისახა, სადღაც 2% ნუ 1-დან 4%-მდე ესე ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ გააჩნია არის გენეტიკაში, თუმცა მხოლოდ მათში არ არის ვის აფრიკა არ დაუტოვებია. აფრიკა ვინც დატოვა, მოკლედ მეც შეიძლება. ნუ აფრიკა ვინც არ დატოვა, შეიძლება იმიტომ რომ ნეანდერტალელი არ ყოფილა ფიზიკურად აფრიკაში, რომ იქ მომხდარიყო ეს შეწყვილება. ნუ არის ესეთი შეხედულებები, არ ვიცი რომ ნეანდერტალები იყვნენ უფრო ქერები, ხო, არის ეს. რამდენად რეალურია, ხო? მათ შორის საუბარი იმაზე რომ რაღაც გენეტიკურად ეს ყოდიო რაღაც ქერა და ის მაგიდან შემოვიდაო ნეანდერტალს. რა თქმა უნდა, ეგ ესე არ არის ესე, იმიტომ რომ ეხლა უკვე თანამედროვე ჰომო საპიენსის სულებები დამოკიდებული არის იმაზე რა კლიმატში იყო, ხო? და ასე შემდეგ ის თვალის ფორმა თუ ფერის ყველაფერი მაგაზე ზედმეტად დამოკიდებული. თუმცა ხო, და ასევე მუტაციებზე რომლებიც ხდება და აი ჩვენ რომ ვამბობთ 1-დან 4%-მდეა თქვათ ჰომო საპიენსში გენეტიკური ინფორმაცია ნეანდერტალელების, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო იქიდან გამომდინარე რომ მე მუტაციები რო ხდება, ეს ინფორმაციები იკარგება. ანუ ის ძველი დაკარგული. ხო, იკარგება ეს რა ეს გენეტიკური ინფორმაცია მუტაციებთან ერთად ეწერება, აი კასეტაზე რო რაღაც გადააწერა ერთი სიმღერა რო მეორეს რო გადააწერა. ხო, რაღაცები. ჩვენი თაობის ხალხი მიხვდა.
კი. ნუ მათ შორის დენისოველები არის უფრო აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებს, როგორც მე ვიცი. როგორც მე ვიცი, ყველაზე მეტი შედარებით არის აი ტიბეტის მხარეს ვინც ცხოვრობსო, მაგას რაღაცებს წამიკითხავს. ოკეანეთში ასევე. ხო. ხო, ანუ რეალურად ეგ მასეა და ჩანს რომ აი ზუსტად ეგ ჩანს რომ რაღაც სწორხაზოვანი ევოლუციური პროცესი არ მიდიოდა ის იმისგან წარმოიშვა და ამისგან მერე ეს ხო ძალიან ბევრს ნიშნავს რომ ახერხებენ შეწყვილებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თანამედროვე რეალობაში სხვადასხვა სახეობა შეიძლება იყოს დათვის, ბაყის, რომლებიც ნუ შედის ისახი დათვია, მაგრამ არ შეუძლიათ სიტყვაზე შეწყვილება, ხო? და ეს იმას ნიშნავს რომ არა ის რომ რაღაც ერთი სახეობაში ხარ, არამედ ის რომ საკმაოდ ახლოს იყვნენ ესენი, ხო? მე არ ვიცი ხა, მე როგორც ვიცი ჰომო ერექტუსი არ იყო ჰომო საპიენსი ერთმანეთს არ მოსწრებენ, გადაკვეთა არ მომხდარა. არა, რაღაც ადგილები, ანუ ეხა თვითონ შეიძლება ესე ერთმანეთთან გადაკვეთა არა, მაგრამ რაღაცა შეიძლება, ხო, შეიძლება ის, ანუ რო წარმოვიდგინოთ ეხა რა, შეიძლება ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ რაღაც სახეობები, რომლებიც ჰომო ერექტუსიდან წარმოიშვენ, მაშინ როცა აფრიკაში წარმოიშვება ასე ვთქვათ ადამიანი, ანუ ჰომო საპიენსი ამ შემთხვევაში, დანარჩენგან ბევრგან არიან ეს სახეობები, დენისოველები, ნეანდერტალელები, ფლორეზიენსისი, ლუზონენსი, ანუ ეს ჩვეულებრივ ეს შეწყვილება ვერ მოხდებოდა ალბათ, ხო, ჰომო ერექტუსთან მაგას. არა, ჰომო ერექტუსთან ხო არა. ხო, მაგასო, ანუ ესე იგი ხო. ძალიან რაღაც არ ვიცი თუ რამე ეხა თუ აღარ აღმოაჩინეს რამე შემორჩენილი, ანუ არის რაღაცა ნამარხები არის საუბარი 700.000 წლის არის ასე შემდეგ და მაგრამ 700.000 წლის წინ ჰომო საპიენსი ჯერ არ არის ევრაზიაში. ხო და ნუ მან გაჩნდება ხა პური შეკითხვა რომ რატო მოხდა ის რომ დღეს არის ჰომო საპიენსი ანუ ვარ ჩვენ და აღარ არის მაგალითად დენისოველი, აღარ არის ნეანდერტალი, რომელიც ვიცით მაგალითად ნეანდერტალებზე რომ რა ვიცი თავის მკვდარსაც მარხავდა. არის რაღაცა კვლევები რომლებიც მინახავს რომ თავის მკვდარს მარხავდა. იქ არის საუბარი იმაზე რომ საერთოდ მე მგონი შენს ისაუბრე რო ვახსენე თავის შეხვედრაზე ხო, სადაც ის კბილი წარადგინეთ რომ ინდივიდები არიან ნაპოვნი, რომელსაც ეს კბილის ისინი რო აღარა აქვს საერთოდ და შეხორცებული იყოს, ანუ კბილების გარეშე იყვნენ და ამათ უღეჭავდა ვიღაც, ხო ეს ჰომო არა, ეს ლაპარაკი არის იმაზე, რა ქვია, დმანისელ ერთ-ერთ თავის ქალაზე ესე ჩანს, მაგრამ რატო ვახსენე აღარ მახსოვს მართალი გითხრა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დმანიშია აღმოჩენილი ეს თავის ქალა, სადაც გასადავებულია ყბები და შესაბამისად რაღაც პერიოდია გასული იმის შემდეგ, რაც ამ ინდივიდმა დაკარგა კბილები და ნუ ეს მერე იყო რაღაც სპეკულაცია, მე მომწონს ეს სპეკულაციები, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად სიცოცხლე მივცეთ ამ ინფორმაციას, ეხა აი როგორ გითხრა, მე მაგალითად ცოტა ის შორს რო წავიდეთ ხოლმე, ესეთი საბეჭდილება რჩება რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში რახან ეს იყო ასე ვთქვათ ეს ცენზურა და ასე შემდეგ და მათ შორის ძალიან საინტერესო იდეები ვთქვათ აი მარქსისტული არქეოლოგიიდან წამოსული და მემარცხენე რაღაც იმებში ფილოსოფიიდან წამოსული იდეები ისინიც კი შეზღუდული იყო და რაღაცნაირად მშრალი იყო რა ქართული არქეოლოგია რაღაც აი ამ ხრივ იმიტომ რომ დიდი ალბათობით რახან ეს ვთქვათ ცენზურა არსებობდა ადამიანები აღარ წვალობდნენ ეხლა რომ ყველაფერზე მიდი და მაინც ის უნდა ახსენო რასაც გეუბნებიან და არა რაღაცა უფრო მეტი მათ შორის დასავლეთიც შეიძლება ითქვას რომ აი ამ რაღაცა პოზიტივისტურ ესე იგი მიმართულებაზე დარჩა ანუ აი ძალიან რთულია ხოლმე რომ აი რაღაცა თეორიული მსჯელობა ნახო ხოლმე აი ამ განსაკუთრებით ქვის ხანის პერიოდზე მაქვს ხა პალეოანთროპოლოგიის ესე იგი კვლევების მოშველიებით რომ აი უფრო სიღრმეებში წახვიდე რა აი სოციალური გარემო ამ ადამიანების გამოიკვლიო და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება რომ ეს ამ სფეროს თეორეტიზაცია ანუ თეორიული ნაწილი უფრო გავშალოთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა რა აი ძალიან ბევრი რაზეც შეიძლება რომ თქვათ კარგი მსჯელობა წამოიწყო, ცოტა სპეკულაციური, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს, რომ მე უფრო და უფრო განავითარო რა მეცნიერება თავის მხრივ და ეხლა სად ვიყავით? ხო და იმაზე ვამბობთ ნეანდერტალებზე და მათ შორის იმაზე თუ როგორ შეუძლია გადაშენებული იყო და ეს სპეკულაციური შეება აქაც გამოვიყენოთ იმ მხრივ, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს სახეობა გადაშენდა თუ არ ვცდები ბოლოს სადღაც დაახლოებით 40,000 წლის წინ მომხდარიყო, ხო ეს? კი. ხევადელი მონაცემებით ასე რომ 40,000 წლის წინ უკვე ნეანდერტალელები როგორც სახეობა ხო.
ხო და აი ძალიან საინტერესო. ჩემთვის რაღაც ძალიან ისეთია რა ეს ნეანდერტალის სახეობა მაინტერესებს და სულ წარმომიდგენია ხოლმე რომ რო გადარჩენილიყო როგორი მრავალფეროვანი თან უცნაური შედარებით უცნაური რეალობა იქნებოდა, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ უბრალოდ ჰომო საპიენსმა ვიცით ხო რა ელემენტარული განსხვავების გამო ერთმანეთს ესენი ხოცავდნენ და გენოციდს უწყობდნენ და ეხლა წარმოიდგინე ორ განსხვავებულ სახეობას რო ეცხოვრა ერთდროულად და მათაც თავის ცივილიზაცია შექმნათ ეს ომები ალბათ უფრო მასშტაბური და დაუნდობელი იქნებოდა თქო ხო მაგრამ ის საინტერესო ის არის რა ეს მკიცებულებები რო ადგენენ ეხლა ნეანდერტალელები და საპიენსები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს პირდაპირ ეს მტკიცებულება შეიძლება ბევრ რამე ვივარაუდოთ, მაგრამ ეხლა ვარაუდზე მარტო ვერ დავფუძნებ. ხო, არის ვერსია რომ მოხდა გადაშენება ნეანდერტალების მოხდა, იმიტომ რომ როდესაც ჰომო საპიენსი იქ ჩავიდა, იქ ჰაბიტატზე ხდებოდა გადაკვეთა რაღაცა და ნუ მოკლედ მაშინდელი გაგებით გენოციდი მოუწყო ჰომო საპიენსმა. ნუ ეხლა ხო და ეგ არის აი ეხლა მოდი ესე შევხედოთ მანდ რომ როდესაც უკვე ჰომო საპიენსი ნუ დაახლოებით 150.000 წლის წინ უკვე ცდილობს რომ რაღაცნაირად გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე რა, სადაც ნეანდერტალელები ცხოვრობენ. თუმცა რაღაც ეხლა აი მაგას ერთ-ერთი საინტერესო საკითხი ეგ არის, აი მაგის კვლევა მიდის, რომ აი რა ურთიერთობა ქონდა თქვათ ნეანდერტალელს და ჰომო საპიენს და თქვათ რატო ხდება ის რომ დაახლოებით 50.000 წლის მერე უკვე აქტიურად მოდის ჰომო საპიენსი აფრიკაში უკვე ზედაპალეოლითური კულტურით აღჭურვილი, რომელიც უკვე სიახლეები ბევრი აქვს განსხვავებით შუა პალეოლითისგან და ნელ-ნელა ანაცვლებს ამ ბჭყალებში ამბობ არქაოსი, იმიტომ სხვადასხვანაირად ესმის ხომ ეს ტერმინი, მანამდე არსებულ სახეობებს ანაცვლებს და აი როგორ ხდება ეს გვაინტერესებს მოკლედ ახლა ამ ეტაპზე და მაგრამ ჩვენ ერთი რამე ვიცით, იმიტომ რომ აი ნახე გამყინვარება უნდა ვახსენოთ აუცილებლად, იმიტომ რომ გამყინვარების აი აქტიურ ფაზაში შესulis პერიოდში ჩდება ნეანდერტალელი და იმ ტერიტორიებზე, სადაც საკმაოდ რთული იქნებოდა გადარჩენა, რა ვთქვათ, ევროპის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ევროპა ფაქტიურად გაყინულია, ყინულშია, დიდი მყინვარები კიდევ უფრო გაზრდილია, ვთქვათ, ალპები და კარპატები და ასე შემდეგ, ნუ რავი, მთელი ეს ევროპის დიდი, ესე იგი, ქედები, რა თქმა უნდა, მყინვარები უფრო გაზრდილია მასაშიც და დიდ ტერიტორიებს იკავებს და როგორც ჩანს, აი ამანაც ძალიან დაასუსტა რა ეს ნეანდერტალელების სახეობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან მათ ესე იგი იზოლაციაში აქცევდა, საქსავდა ერთმანეთისგან, შესაბამისად მცირე ჯგუფები დიდი ალბათობით ძალიან ახლო მონათესავე ჯგუფები ერთმანეთთან ჯვარდებოდნენ, ეს მერე იწვევდა რა თქმა უნდა დემოგრაფიულ დასუსტებასაც ამ სახეობის და დიდი ალბათობით რომ მოდის უკვე მეორე ტალღა, ასე ვთქვათ, ზედაპალეოლითური ტალღა ჰომო საპიენსის, ის უკვე ნელ-ნელა ანაცვლებს ამ ჯგუფებს რა და ეხლა საქართველოს ტერიტორიაზე რა ხდება რა ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მოკლედ კარგა ხნის მანძილზე ესე შავი ლაქა იყო ეხაც ნუ როგორ ბაცი ლაქა ასე ვთქვათ ისეთი ის არის მანდ ეხლა ჩვენ გვაინტერესებს რა ჩვენ ვიცით ეხლა დღევანდელი მონაცემები რაც არის ორთვალაკლდია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია სადაც სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენეს და მეთოდი და დათარიღებებისთვის ამიტომ ამ სექციამ შეავსო ეს ინფორმაცია ვთქვათ გამოიყენეს C14 OSL-ი, ანუ ეს არის ოპტიკურ სიმულაციური ლუმინესცენციის მეთოდი და ეს რადიოკარბონული დათარიღების მეთოდი, ტეფრაქრონოლოგია, რომელიც ვულკანური წარმოშობის ქანებს იკვლევს და მათ აკავშირებს ვთქვათ გარკვეულ ვულკანებთან, რომელსაც თავიანთი გეოქიმიური პროფილები აქვს და მაგით შეგვიძლია დააკავშირო ერთმანეთთან და თარიღიც მოგცეს. აი ამას კუმულატიურად აი ამ ყველაფერმა რაც ჩატარდა ორთვალაკლდეში გვაჩვენა ეგეთი რაღაცა რომ კიდე არის კიდე ბონდის ღვიმეა და იქაც და ამ კვლევამ აჩვენა რომ მოკლედ სადღაც 47000 წლის წინ გადაშენდება ნეანდერტალელი და 46000 წლის წინ მოდის ჰომო საპიენსი და შეხვედრა ასე ვთქვათ ცოტა მოხდა ადასტურებს ეს კვლევები ამბობს რომ ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ ამ ტერიტორიაზე და მაგრამ ეს ერთი ძეგლია არსებობს მე უამრავი ძეგლი ჯრუჭულა უფრო ძველია და ის 260.000 წლის თარიღია, მაგრამ აი უკვე ზედაპალეოლის ანუ ჰომო საპიენსის მოსვლისა და ნეანდერტალების გადაშენებასთან აი ამ პერიოდთან ახლომდგომი ძეგლები ვთქვათ ცუცხვათი გამოჩნდა ეხა, იმიტომ რომ ცუცხვათში ადრე
ჩვენმა კოლეგებმა როდესაც ისინი თხრიდნენ, იქ შუა პალეოლითური ფენები ან ნეანდერტალთან დაკავშირებული ფენები აღმოაჩინეს, მაგრამ ზედა პალეოლითთან ჰომო საპიენსის პერიოდის ფენები, ანუ უბრალოდ ჰომო საპიენსთან დაკავშირებული ფენები არ ქონათ მაშინ ნაპოვნი. ჩვენ კი ვიპოვეთ ხა რაც სიახლეა მაგ. კიდე სხვა ძეგლებია, რომლებიც აი ვთქვათ, თუნდაც საკაჟია, ორთვალამღვიმეა, რომლებშიც ჩვენ მუშაობთ ხა. ხო და აი ეხა ჩვენ ვსვავთ ესეთ შეკითხვას რა. რასაც ორთვალაკლდი აჩვენებს იმას, რომ ნეანდერტალი და ჰომო საპიენსი ერთმანეთს არ შეხვდნენ. ეს მართლაც ასეა, თუ შეიძლება რომ ერთმანეთსთან გადაკვეთა მომხდარიყო ამ ორი სახეობის. თუ არ მოხდა, შესაძლოა აქ სხვა ფაქტორები მოქმედებდნენ, ზემოქმედებდნენ ნეანდერტალელებზე. რა ფაქტორები ეხა მაგასაც ვიძიებთ, ამიტომ არის ჩვენ კვლევაში ჩართულები არიან გარემოს მეცნიერების სპეციალისტები, თქვათ პალეობიოლოგიის მიმართულების მეცნიერები, თქვათ პალეონტოლოგები, ვინც განამარხებული ცხოველების ძვლებს სწავლობს, თქვათ გეოლოგები, გეომორფოლოგები, პალინოლოგები, ვინც თქვათ მცენარეული მტვრის მარცვლებს სწავლობს და მაგითი შეუძლია რომ აღადგინოს, თქვათ მაშინდელი კლიმატი გლაციოლოგები და ასე შემდეგ. ეხლა დღევანდელი სურათი, რასაც გვაჩვენებს, გამყინვარებას რა თქმა უნდა თავისი ეფექტი ქონდა საქართველოს ტერიტორიაზე და დასავლეთ საქართველოზე მაგალითად ამ შემთხვევაში, მაგრამ იგივენაირი ეფექტი არ ქონდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში და როგორც ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპასა და ზოგადად ევროპაში. რა ეხლა სამხრეთ ევროპის, ვთქვათ ესპანეთი, ან პირენეების, აპენინების და ვთქვათ ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე, აქ ჩვენ ასე თუ ისე შეიძლება ვთქვათ, რომ იყო თავშესაფარი რაღაცა ტიპის ეკოლოგიური ამ სახეობისთვის. ასევე ყირიმი ყირიმზეც კვლევები აჩვენებს, რომ შედარებით ნაკლებად ეხა იმას კი არ ნიშნავს, რომ გამყინვარება არ იყო, მაგრამ ისეთივე არ იყო, როგორც ჩრდილოეთით, ხო, უფრო. და აი ეს გლაციოლოგიური რეკონსტრუქციებიც აჩვენებს, რომ გაცილებით მასიური მყინვარები გვაქვს, ესე იგი ჩრდილოეთ ფერდობებზე კავკასიონის, ვიდრე სამხრეთით რა გამყინვარებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. შესაბამისად, აქ რაღაცნაირად ის ხეობები, ღრმა ხეობები, რომლებიც გვაქვს, ისინიც კი ხელს უწყობდნენ რაღაცა ტიპის სახეობების გადარჩენას, მცენარეების, მათ შორის რელიქტების, ანუ მესამეული რელიქტები გვაქვს, გაცილებით ძველი, ვთქვათ, მცენარეები დღესაც არიან საქართველოს ტერიტორიაზე ყავიან, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ იქ რაღაცა შესაბამისი გარემო იქმნებოდა, მაგალითად ძალიან კაი მაგალითია საირმე რა, საირმის იმაში შედიხარ ამ ხეობაში, რაღაც სხვანაირ კლიმატია რა. ხო და აი რაღაც ეს საკითხები დადგა უკვე დღის წესრიგში, აი თუ არ შეხვდნენ ერთმანეთს, რამ გამოიწვია ამ სახეობის გადაშენება. და ეხა ჩვენ გვაქვს რაღაცა მონაცემები, ვთქვათ საკაჟიას ღვიმედან, რომელიც უფრო გვიანდელ პერიოდზე მიუთითებს, რომ შესაძლებელია ნეანდერტალეს უფრო ანუ 20000 წლის წინ კი არა, 39 30 კიდე ყოფილიყო. ხო, 37000 წლის წინ კიდე ყოფილიყო, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვამტკიცებთ ეხა ესე პირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მეთოდები, რომლებიც შეავსებს ამ ინფორმაციას და მე რაღაცა ესე იგი ინტეგრირებული მოცემულობა რო გვექნება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ ესე იყო თუ გადაკვეთა ხო ყველანაირად მომხდარიყო სადღაც კი ჩვენ ეხა კავკასიაზე ჩვენ კონკრეტულად კავკასიაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ხა თუ ვთქვათ შუა აზიაში იყო გადაკვეთა, ახლო აღმოსავლეთში იყო გადაკვეთა, ევროპაში იყო გადაკვეთა, აი აქ რა მოხდა რა? იყო გადაკვეთა თუ აქ შეიძლება სხვა პროცესები მიდიოდნენ. ხო, ანუ ეგაა საინტერესო რეალურად მომწყდარია ერთმანეთსგან მაინც რაღაც დონეზე, ხო, იმიტომ რომ ევრაზიაში ერთი მოვლენა რაღაც ხდება, იქით სიტყვაზე სამხრეთ ევროპაში რა ხდება სიტყვაზე, კი, დასავლეთ ევროპაში რა ხდება კიდე იქ ცალკე საკითხია. ხო, იმიტომ რომ მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი ერთია, რომ ყველგან ხრება ეს სახეობა. კი, ხრება. ხო, და ეხლა ჩვენი კვლევის მიზანი აი ეს არის, რაც თქვი რა, აი ამას ვარკვევთ და რა თქმა უნდა ამასთანავე თქვათ რა ცხოვრების ნირი ქონდა, როგორ ცხოვრობდნენ, ვთქვათ, რანაირი სოციალური გარემო ჰქონდათ, რა ურთიერთობა ჰქონდათ გარემოსთან, ვთქვათ, სოციალურ ორგანიზმებთან, როგორ მოიპოვებდნენ საკვებს. ხო, რა შიდა კულტურული და ვთქვათ, აი კონკრეტულად ესე იგი ტექნოლოგიური ცვლილებები ხდებოდა იმ პერიოდში. ხა ჩვენ მაგალითად ჩვენი კოლეგები, მეც ვარ ამ პროექტში ჩართული, მაგრამ წამყვანი არის ჩვენი კოლეგა ანა მგელაძე, რომელსაც აი ვთქვათ კაჟის
ნედლ მასალასთან რა ურთიერთობა შეიძლება ქონოდა ადამიანს, რაც ეხა ძალიან ყველა პალეოლითის, ვთქვათ, ძველი ქვის ხანაში მომუშავე ადამიანს მათ შორის შემდეგ პერიოდში ყველა ფიქრობს მაგაზე, როგორ მოიპოვებდა პირველად მასალებს ადამიანი, თო ძალიან მნიშვნელოვანია ეგ საკითხი რა. და ჩემი ხელმძღვანელობით კვლევები რაც მიდის, ეს არის აი მაგალითად უფრო ექსპანსიური სახე მივეცით რა, იმიტომ რომ მარტო ერთი ძეგლი ვერ გეუნება, სრულსრულაც ვერ გიხატავს და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გვაქვს ამისი ძალაც და ასე შნო რომ ბევრი ძეგლი ერთად შეგვესწავლა გაფართოებული კოლაბორაციის პარკლებში და ჩემი ხელმძღვანელობით ეხლა რაც ხდება არის ეს რომ ვიკვლევ თქვათ ცუცხვათის მღვიმეში მდებარე რამდენიმე მღვიმეს, საკაჟიას მღვიმეს და ორთვალა მღვიმეს თქვათ მედიანი ორაძესთან ერთად და ასევე სხვა ჩვენ კოლეგებთან ერთად და წოფის მღვიმეზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც ეხლა უფრო აღმოსავლეთ საქართველოსია და გვინდა რომ კიდე გავაფართოოთ, თუ ხელი არ შეგვეშალა. Ცალსახად ამას შევძლებთ და ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაგვეკეთებინა, რომლებიც სიახლეა. მაგალითად სიახლეა რომ ცუცხვათში თქვათ აღმოვაჩინეთ, აი ცუცხვათში ახლა რო წარმოვიდგინოთ, ცუცხვათის მღვიმური სისტემა არის ქუთაისთან არის. ისევე როგორც მაგალითად ორთვალა მღვიმე და საკაჟიას მღვიმე, მაგრამ ცუცხვათის მღვიმურ სისტემა იმიტომ ქვია, რომ ბევრი მღვიმეები, ანუ კარსტული ფორმაცია, რომელიც საკმაოდ ერთის მხრივ როგორც ბუნების ძეგლი არის მნიშვნელოვანი და როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩვენ მივანიჭებინა ჩვენი დაჟინებული, ასე ვთქვათ, ცდილობებით მოხდა ის, რომ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2018 წელს მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. და მოკლედ აი აქ მაგალითად ჩვენ ბრინჯაოს მღვიმე ერთ-ერთი საუკეთესო არ ვიცი მე ხა ეგეთი ესე იგი აღმოჩენებით დახუნძლული და მეორე მხრივ რაღაც კაფსულა დროისაც თითქმის ყველა პერიოდის კულტურული ფენები გვაქვს და აი ამ ბრინჯაოს მღვიმეში რომელიც 70-იან წლებში ითხრებოდა ჩვენი უფროსი კოლეგების მიერ, აი თქვა დავით უშაბრამიშვილი, აბესამოვე კუა ვთქვათ ლევან მარუაშვილი და კიდე მთელი ჯგუფი. მაშინ უბრალოდ აღმოჩნდა შუა პალეოლითის ან ნეანდერტალელისთან ასოცირებული ფენები და ერთი კბილი აღმოაჩინეს მცირეწლოვანი ბავშვის. ჩვენი ხა დღევანდელი კვლევები თუ ამბობთ რომ 3 წლის უნდა ყოფილიყო ეს ინდივიდი და მოცვლილი არ ქონა კბილი შესაბამისად დიდი ალბათობით სამწუხაროდ იქვე შეიძლება იქვე იყოს მისი სხვა ძვლებიც, იმიტომ რომ იქვე დაიღუპა დიდი ალბათობით. ხო და მე ჩვენ განვაახლეთ ეს კვლევები 2016-დან ჯერ დაზვერვები გქონდა დაახლოებით ეხლა მთლიანობაში ასაცილებლად 20-მდე ექსპედიცია გქონდა მთლიანობაში განხორციელებული და გვაქვს უბრალოდ და ჩვენ აღმოვაჩინეთ იქ ესე იგი ზედა პალეოლითის ფენები, ანუ ზედა პალეოლითის ასახად ჰომო საპიენსთან ასოცირდება, რომელიც მანამდე აღმოჩენილი არ იყო და ჩვენ დავაფიქსირეთ, ჩვენვე აღმოვაჩინეთ იქ თქვათ ქალკოლითის, ანუ სპილენს ქვის ხანის პერიოდის ფენები, ანუ იმ ეს ზედა პალეოლითური ფენები დაახლოებით 44000-დან 30000 წლის ინტერვალში დაილეკა ასე ვთქვათ. განამარხდა ეს ყველაფერი. მანამდე ვიცით რომ 50000 წელზე ძველი, ეხლა ჩვენ ახალი დათარიღების მეთოდები გვაქვს მთლიანობაში მაგ სისტემაში, ვთქვათ მეორე მღვიმეა ორმაგი მღვიმე, სადაც 90000 წლით დათარიღდა შუა პალეოლითის, ანუ ნეანდერტალის თან ასოცირებული ფენები და ამან გვაჩვენა რომ აი 90000 წლის წინ უკვე იქ ნეანდერტალი ცხოვრობდა. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები გვაქვს ეხლა ვართ ეხლა გვაქვს უამრავი სინჯი გაგზავნილი და იქიდანაც ჩამოვა შედეგები და უფრო დარწმუნებულები ვართ რომ უფრო ძველი იქნება, იმიტომ რომ სადაც ჩვენ მუშაობთ 50000 წლიანი წლის წინანდელი ფენები თუა იქიდან რამდენიმე 10 მეტრამდე კიდე ქვევით ჩადი, შეიძლება უფრო მეტიც რა და ამიტომ მოლოდინი გვაქვს რომ უფრო ადრეც მოხდა ამ ტერიტორიების ათვისება ნეანდერტალელების მიერ. და აღმოვაჩინეს ქალკოლითის ანუ სპილენს ქვის ხანის პერიოდის დაახლოებით 6000 წლის წინანდელი ფენები, რომლებიც დავაფიქსირეთ ადრე კი იყო ვარაუდი რომ შესაძლებელი აქვს უბრალოდ რაღაცა აღმოაჩინეს რაღაც ასე ვთქვათ არტეფაქტები, რომლებიც ამაზე მეტყველებდნენ, მაგრამ აი ჩვენ უკვე თვითონ მთელი ფენა დავაფიქსირეთ რა თავისი ნაცეცხლურებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც ტიპის განმეორებით ათვისებას ქონა ადგილი ამ ღვიმის
და შემდეგ ამ ფენის თავზე იყო ბრინჯაოს პერიოდის ფენები, რაც ახალი არ არის, იმიტომ რომ მაგით ქვია ბრინჯაოს ფენა ღვიმე რომ მაგ პერიოდის ფენები იყო აღმოჩენილი, ოღონდ დაძრული და მე აღმოაჩინეთ შუა საუკუნეების სამარხი, რომელიც მე-5 საუკუნის არის, ადრე შუა საუკუნეების სამარხია და ძალიან საინტერესო ინვენტარი გვაქვს და ამაზეც ახლა ვმუშაობთ და ეს იყო, მოკლედ ეს არის მთელი ეს აღმოჩენები რაც გქონდა აქ. მე ცუცხვათის ღვიმეში ვიმუშავეთ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები გქონდა. ერთის მხრივ ის რომ აი დავათარიღეთ შუა პალეოლითის ფენები და იმეორებს ძველი ჩვენი ესე კოლეგების რომფინაზი და დენადლერი და კიდე ქართველი კოლეგები მუშაობდნენ ამ სტატიაზე, სადაც ისინი აჩვენებენ რომ დაახლოებით რომ აი 39,000-ით თარიღდება ვთქვათ ეს შუა პალეოლითური ფენები, რაც უფრო გვიანდელია ვიდრე ვთქვათ ივარაუდება 40,000 წლის წინ აღარ, მაგრამ ეს დასამტკიცებელია. ამიტომ ჩვენ ახლა გვინდა რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც მე მოგვეხმარება იმაში, რომ ზუსტად ვთქვათ, ესე იყო თუ შეიძლება გადაჭარი ახლა მეთოდები არ არის აბსოლუტური სიზუსტეს, შეიძლება 1000 წელი ცდომილება მოქცეს, შეიძლება 2000 წელი მოქცეს ცდომილება, ეგ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ან გააჩნიან ამარხს რა. და ამას ემატება ისიც, რომ გავთხარით ორთვალა ღვიმე და წოფის ღვიმე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, 50-იან წლების მერე აღარ გათხრილა ეს ღვიმე და ეხლა სიახლეები ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა დავიწყეთ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აი 50 წელი გავიდა ბოლო ნეანდერტალის ნამარხის აღმოჩენიდან და ეხლა აღმოვაჩინეთ მოკლედ ამ წლებში ჩვენ უკვე 2 ნეანდერტალის კბილი და აი ზუსტად რაზეც ვილაპარაკეთ ნეანდერტალელების შესახებ, აი ამ კვლევებში მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ამ ნამარხებმა და რახან ხა 2 კბილია და ჩვენ არ გვაქვს გათხრილი ხა ის იმდენი რომ არ ველოდეთ ხო აუცილებლად ველოდებით მეც. ოღონდ ეს ჩვენ ვიცით, ვინც ამაზე მუშაობთ. სხვა თუ ცდის დიდი ალბათობით იგივე შედეგს ვერ დადებს, ამიტომ მეცნიერებას ხელი უნდა შეეწოს რა, სხვანაირად ვერ მოხდება ამ ინფორმაციის ისე დამუშავება, რომ მე ამან შეეძლოს საქართველოს ქართული მეცნიერების წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ ქვისხანაში ხო მუშაობთ დაახლოებით 20 ადამიანი, შეიძლება ცოტა მეტი და იმედი გვაქვს, რომ ეხა ახალი თაობაც ჩაერთვება, თუმცა აი ამ სიძნელეების ფონზე ძალიან რთული არის, რომ დაარწმუნო სტუდენტები, რომ ამ სფეროს გაყოლენ. ხო, ეგ არის მესმის ხო, ეგ არის რეალურად პოლიტიკაზეც არის დამოკიდებული ხო და იმ რეალობაზე რომელშიც ვარ და ეგ ისახება ბევრ რაღაცაზე ხო, მათ შორის ხო შენ სფეროზეც როგორც ამბობ ხო, მან კიდე რა არის მნიშვნელოვანი რა, რომ დღეს ხო ის შესაძლებლობა ეს არის. ერთია რომ სიტყვაზე არის დაფინანსება, დაუშვათ და მაგ ხრივ თავისუფალი ხარ რა და მეორე არის ტექნოლოგიური განვითარება, იმ ბოლოსკენ სადღაც მინდა რომ მაგაზეც ვისაუბროთ რა. იმიტომ რომ როგორც ნებისმიერ სფეროში ყველაფერი რაღაცა ვითარდება და მე ვიცი რომ დღეს არის რაღაც ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე არ იყო, მათ შორის არქეოლოგიის შეუძლია სიტყვაზე არა მარტო მოპოვების ხო, თვითონ რომ მოიპოვებ ამ მასალას მე მის შესწავლის და მისგან ინფორმაციის გამოტანის ხო და აი მაგ მხრივ რა ხდება რა დღეს, ანუ რამდენად დიდი პოტენციალი ამ მხრივ რომ კიდე გაჩნდეს ეს ტექნოლოგიები, რომლებიც მაგალითად დღეს რო გვიჭირავს არ ვიცი რაღაცა ნამარხი და კონკრეტულ ინფორმაციას ბევრად მეტი ინფორმაცია რო გამოვიტანოთ ხოლმე მაგიდან, ანუ მაგ მხრივ როგორ ვითარდება გლობალურად რა ინფორმაცია გაქვს, აი არის საინტერესო და რას უნდა ველოდოთ მაგ ხრივ არქეოლოგიაში რა. რამდენად შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ბევრი გადატრიალებაც მოხდეს, მათ შორის ბევრი რაღაც გადაფასებაც მოხდეს, ხო? შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საუბრობთ, არ ვიცი მე 500,000 წელზე პირობითად Homo sapiens-ზე საერთოდ სხვა იყოს. ასევე აღმოჩნდეს, შეიძლება რომელიღაც სახეობების გენეტიკა გავშიფროთ. ხო ხვდები, აი მაგ მხრივ რა არის, ჯერ რას ხედავ, რა აკლია დღეს კაცობრიობას ამ მხრივ და რა პერსპექტივებს ხედავ რა ეს. კაცობრიობა, რა ვიცი, ისეთი ძალიან სწრაფად ვითარდება. ანუ სულ ახალი მეთოდები ჩდება, აი მაგალითად როგორ თქვა, ადრე რო ის უკვირდათ რომ რაღაც ნამარხიდან დნმ ამოიღო ვიღაცამ, ეხა ნიადაგიდან შეიძლება რომ დნმ ანუ
შეულებოდ ამოიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ გააჩნია რა თქმა უნდა განამარხების ესე იგი მდგომარეობას თვითონ რამდენად კარგად არის შემონახული ეს ინფორმაცია ამა თუ იმ სედიმენტში რა. ხო და ანუ ძალიან სწრაფად ვითარდება. მე მაგას ვჩიოდი წეღან რომ ეს სწრაფად ვითარდება და ჩვენ ვართ დარჩენილები, ანუ მართლა შიშველი ხელებით უმკლავდებით ამ მოკლედ დიდ ამოცანებს რა. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენი კოლეგები, უცხოელი კოლეგები ძალიან გვეხმარებიან და ჩვენ ჯგუფშიც უამრავი კოლეგა, რომელიც მზად არის, რომ თქვათ ის ყველაფერი ასწავლოს ახალი თაობის სპეციალისტები გამოვზარდოთ, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხა ვითარდება ერთი მიმართულება მიკროარქეოლოგია, რომელიც ანუ ქიმიურ დონეზე სწავლობს თქვათ აი ამ არქეოლოგიურ ფენებს. და ახალია რა რეალურად ხა ახალი სფეროა და შეიძლება რომ მაგალითად ჩვენ გამოვზარდოთ ეგეთი მეცნიერი, რომელიც უბრალოდ წავიდეს და ისწავლოს და ჩამოიტანოს ის ცოდნა აქ, მაგრამ მოკლედ ჩამოიტანს, რაღაც უნდა კონდეს ხო აქ საშუალება მაგისი. ხო და მე მაგას ვამბობდი, რომ თუ ჩვენ არ მოვახდენთ რესურსების მობილიზებას, იმის რომ ტექნოლოგიური განვითარება კონდეს ამ სფეროში, უბრალოდ ანუ ჯერთი ძალიან ცოტა ადამიანი იქნება, ვინც ამით იქნება დაკავებული, რაღაცა თუ ჟინი და ახლა ჩვენ მაგალითად მაგდომარეობაში ვართ, რომ აი ცალსახად რაღაცა სამეცნიერო ჟინით ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ ეს პროცესი კვლევის. მაგრამ რაღაც დონეზე მე უკვე ჩდება, რა თქმა უნდა, საკითხი, რომ თუ არ იქნება შემოსავალი, თუ არ იქნება რესურსები ფინანსური, თუ არ იქნება მხარდაჭერა, მაშინ არ ვიცი ახალმა თაობამ შეიძლება სხვა გზა აირჩიოს. რა ამიტომ ჩვენ ახლა რო წარმოგვიდგენია უამრავი მეთოდი არსებობს, უამრავი ტექნოლოგიები არის, რა ვიცი ახლა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს რა. უამრავი რაღაც შეიძლება და ამ მიმართულებით ახლა წამყვანი სამეცნიერო ცენტრებში არის ბევრი სხვადასხვა მიმართულების კვლევარი, რომელიც ზოგი ამ ტექნოლოგიას ფლობს, ზოგი იმ ტექნოლოგიას და ასე შემდეგ, ხო და მე ჩვენ ახლა აი ესეც გვაქვს წესი გვაქვს არქეოლოგებს, რომ რაღაცა, იმიტომ ვამბობდი, რომ აი საკაჟიას რო ვახსენებდი, აი როგორ რაღაცა ნახე, თუ თხრი და ადრე გიორგი ნიორაძე ის ტოვებს მომდევნო თაობებისთვის რაღაცა ადგილებს, რომლებიც კიდე შეიძლება შეისწავლონ, რომ შეიძლება ახალი ტექნოლოგიები გაჩნდნენ და თუ შენ სუმთლიანად ამოიღებ იქიდან ინფორმაციას, ის მე ვეღარ იმუშავებს რა, ამიტომ რომ ძველ ნამარხებზე ვერ იღებ რაღაც ინფორმაციებს, იმიტომ რომ ხანდაზმულია უკვე. მე ვთქვათ მედიანი ორაძე და მიშკალიშვილი მან დატოვა მე რაღაცა ტერიტორიები გასათხრა. ეხლა ჩვენ მუშაობთ და ჩვენც ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ნაკლები ზეგავლენა მოვახდინოთ ამ დარჩენილ ასე ვთქვათ არქეოლოგიურ ფენებზე, რომ მე თუ კიდე განვითარდება რაღაცა ტექნოლოგიები, იქაც საშუალება გქონდეს, რომ მე ეს ინფორმაციები ამოვიღოთ და ამას ვაკეთებ ძალიან სკრუპულოზულად, აი ვიცი, აი ხელთათმანები ზოგს ეხა ის გონი ვარ ხოლმე რა. მტარვალი და რაღაც სპეციალური იმებით ჩვენ ხა რო დავდივართ იქ ღვიმეებში რო ჩადიხარ, რა თქმა უნდა გჭირდება მთის ფეხსაცმელები, რომლებიც კარგად დაგიჭირს, მაგრამ იქ ადგილზე რომ მივდივართ, ვიცვლით ფეხზე, რომ იქიდან არ შევიტანოთ, თქვათ, არ დავაბინძუროთ აი ამ გარემოში ანუ აკრეფილი რაღაცა სხვადასხვა ინფორმაციით რა, ანუ არ შევიტანოთ სხვა დნმ-ი, სხვა არსებების და ასე შემდეგ რა, ხელთათმანები, პირბადეები და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ესე სტერილურ გარემოში უნდა ვთხაროთ, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები რო ვითარდება, აი უდეტალურ ეს რაღაცეებზე შეიძლება იყოს საუბარი რა. ეხლა მაგალითად ჩვენ 2018-ში აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი კბილი, ასევე ნეანდერტალელის, ჩვენმა კოლეგა თათა აღაპიშვილმა იპოვა თავის კვადრატში და მოკლედ იქ და იმაზე დაკვირვებით შემიძლია ეხა იმიტომ რომ მიკროსკოპი გამოვიყენე და კიდე კაი რომ მიკროსკოპი მაინც გვაქვს და დავაკვირდი რაღაც ნაკაწრები ქონდა და მე ჩემმა გამოცდილებამაც რა თქმა უნდა ცოდნამაც მიკარნახა რაღაც ასოციაციების შემექმნა და მივედი დასკვნამდე რომ ეს კბილი ანუ ეს წინა თქვა საჭრელი კბილი
ნეანდერტალელის არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ინდივიდი ამ კბილებს არა მხოლოდ საღეჭი დანიშნულებით იყენებდა, არამედ საჭრელი ფუნქციით ტვირთავდა, არამედ წინა აი ამ კბილებს იყენებდნენ სხვა დანიშნულებით, თვისაც შეიძლება იყოს ვთქვათ იარაღის პირის მოდიფიცირება, შეიძლება იყოს სხვადასხვა რაღაცა ფუნქციით დატვირთვა, არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ეს ნაკაწრები, ამოღარვები და ანატეხები ამაზე მეტყველებენ და მე შედარება მოვახდე, ვთქვათ, აი კრაპინას ნეანდერტალელები არის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი არის, ასობით კბილი არის ნაპოვნი მარტო ამ ღვიმეში და ნამარხი უამრავი და ვთქვათ, ამ კბილებთან შედარებით უკვე მივედით დასკვნამდე, რომ ეს კბილებიც, ანუ ეს ცუცხვათელი ინდივიდებიც, ასე ვთქვათ, ნეანდერტალელებიც ამ კბილებს იყენებდნენ აი ამ არასაღეჭი დანიშნულებით რა, ანუ შეიძლება რაღაცას იკავებდნენ პირში ან რაღაცას აკეთებდნენ, მოკლედ. რას კონკრეტულად ეხა ამას უკვე სხვა ტექნოლოგიები ჭირდება, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს და ამიტომ ვცდილობთ, რომ აი საერთაშორისო თანამშრომლობა ისე განვავითაროთ, რომ სარგებელი ნახოს ყველამ. მათაც ჩვენც და ჩვენთვის რაც გადამწყვეტია, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები სამეცნიერო ესე იგი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რომ ეს ცოდნა ჩვენ ქვეყანას გამოადგენს და ჩვენ და მომავალში მერე სხვებმა განავითარონ. აი კი ბატონო. ეგ არის მოკლედ ჩვენი ეხა მიზანი რა. კი ბატონო. აუ პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ერთი ის რომ მნიშვნელოვანია, მეორე ძალიან საინტერესოა და რაღაც ეგზისტენციალური საკითხია, ხო? ანუ ის თუ საიდან მოდიხარ, ბოლო-ბოლო აგერ საუბრობთ იმაზე, რომ დღემდე თანამედროვე ადამიანშია, ხო, გინდას ნეანდერტალის გენები, შეიძლება დენისოველების იყოს და ძალიან ბევრი რაღაცას განსაზღვრავს. ძალიან საინტერესოა მართლა შენი თქვის არ იყოს მათი სოციალური ცხოვრება, ხო? და მაგას შეიძლება მე ძალიან ბევრი რაღაცა ისეთ დარგში გადაიზარდოს, ხო, რაღაცა კავშირები იპოვოს მე სხვადასხვა დარგმა, რომელიც შეიძლება ამ წამს არ ჩანდეს. მათ შორის ისეთ კვლევებზე, რომელზეც ეხა საუბრობ, იმიტომ რომ თუ როგორია, ხო, ადამიანის ქცევა როგორი იყო და როგორ ვითარდებოდა, ეგ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც ინფორმაციები დაკარგულია, რაღაცეებს ალბათ ვეღარც გავიგებთ, იქნება ეგეთი რაღაცები დაწუნებული ვარ. თუ ოდესღაც დროის მანქანას არ შევქმნით და მე ტურისტული ისინი არ გვექნება იქ რაღაც ჰომოსაპიენსი. აი ამ ტექნოლოგიებს ეგ შეუძლია, რომ აი ძალიან დაწვრილებით რაღაც ინფორმაცია, აი მაგრამ რა სჭამდა ინდივიდი შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მისი კბილებში კრისტალიზებული, ასე ვთქვათ, იზოტოპები გამოვიკვლიოთ და რაც მთავარია, ხო, აი კლიმატური ცვლილებების ერაში აი ის ურთიერთობა, რომელიც ადამიანს და გარემოს ჰქონდათ ოდესღაც იმ პრიმიტიულ მდგომარეობაში დაკვირვებით შეიძლება ეს ძალიან კაი სამსახური გაგვიწვიოს დღევანდელობასთან მიმართებაში როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომ ადაპტირდეს აი ამ ახალ კლიმატურ ცვლილებებთან. რა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია მაგ მხრივ და მაგ ინფორმაციას გვაძლევს მოკლედ ეგ კვლევები. სხვა შორის ჩერჩილს ქონდა მგონი ეგეთ გამონათქვამი, რომ თუ გინდა ანუ რაც უფრო უკან გაიხედავ, მით უფრო შორშება დაინახო მომავალიო რა. ანუ რაც უფრო შეიძლება დაინახო წარსული, იქიდან რაღაცების განალიზებით უფრო შეგიძლია განსაზღვრო შემდეგ მომავალიო და რაღაც დონეზე ალბათ ზოგადად ისტორიული კონტექსტიც ეგ არის და რა ვიცი, თვითონ სახეობის ისტორიაც მაგალითად ძალიან საინტერესოა და ამიტომ კიდევ ერთხელ რა ვიცი წარმატებები და იმედი მაქვს, რომ რაღაცები ისე დაალგდება ამ ქვეყანაში, რომ საბოლოო ჯამში მათ შორის თქვენი საქმიანობას როგორც მინიმუმ ხელი არ შეეშალოს და მე ანუ აი თავარი ეგ არის, ანუ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ანუ თუ რა თქმა უნდა ანუ იყოს საშუალებები, რომ ჩვენ შეგვექმნა ეს დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, ესეთი ტექნოლოგიური რაღაც ცენტრები, დღეს აღარ არსებობს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნუ რაღაც საერთაშორისო დაფინანსება რაღაც გამოცხადდა, რომ არ გვჭირდება. ეხა თავად ქვეყანა შეუძლია ეს გააკეთოს თუ მაინც და მაინც, მაგრამ პირიქით ხდება სამწუხაროდ. ანუ ეს მიდგომები რეალურად პირდაპირ აისახა მეცნიერებაზეც, ხო? ანუ შეგვიძლია ვთქვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა რა ვიცი, ხო ხდება, აი როგორ ეხა ისეთი რაღაც სასწაული რაღაც მოხდა, რომ პირიქით როცა ქართველებმა მოახერხეთ ის, რომ ისეთი კვლევები განვახორციელეთ, რომელზეც ოცნებობენ რა სხვა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და რაც ძალიან პრესტიჟულად ითვლება და ქვეყანის სახელი, ანუ ჩანს, რომ ადრე იყო ძალიან პირდაპირ გეტყვი, რომ ქართველებს ეგ კვლევები ეწარმოებინათ მაგდონის კვლევით დაწესებულებებში თუ არ ჩავთვლით ეხა რაღაც დმანის ამ შემთხვევაში
ხო ძალიან იშვიათი იყო, ანუ ქართველები თვითონ. და ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდი არის წამყვანი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ ყველასთან. და ამ თანამშრომლობისთვის რა თქმა უნდა ღია ვარ და ეს თუ არ იქნება, საერთაშორისო თანამშრომლობა თუ არ იქნება, მეცნიერება ვერ იარსებებს რა, იმიტომ რომ ეს არის აი რა ვიცი, ქვაკუთხედია იმისი, რადგან უნდა დაშენდეს ყველაფერი, მაგრამ აი იმითი რომ ჩვენ შევძელით რომ დამოუკიდებლად რაღაცები გაგვეკეთებინა. რაც აი რო წარმოვიდგინოთ რა, ეხლა სტუდენტი არის, წარმოვიდგინოთ სტუდენტი, რომელსაც სულ ხვები უწერენ რაღაცას რა, ის ხო ვერ განვითარდება. და სტუდენტი, რომელიც თვითონ ახერხებს და თვითონ სწავლობს იმ მეთოდებს და იმ საშუალებებს იგდებს ხელში, რომლითაც მე თავით დამოუკიდებლად შეუძლია იკვლიოს, ის აუცილებლად წინ წავა. ხო, აი იგივე მომენტია, რომ დავაყენოთ ძალიან მარტივად, ჩვენით მივახციეთ იმას, მიუხედავად ამ კრიზისებისა, რავი, უამრავი გამოწვევებისა, შევძელით, რომ მაგალითად ჩვენ გუნდში არის 140-მდე მეცნიერი პლუს სტუდენტები უამრავი დაახლოებით 150 ადამიანია და ერთობლივი ძალისხმევით ქართველების რა თქმა უნდა ლიდერობით ჩვენ შევძელით რომ დაგვედო მაღალი ხალისხის კვლევები რა და ეს არის ძალიან ბევრი და ეხა გვართ იმ მომენტში როცა როგორ გითხრა შეგვიძლია რომ აი ძალიან წინ წავიდეთ რა აი ფუნდამენტი შექმნილია ჩვენი მიზანიც ეგ იყო აი კვლევების რომ შეგვექმნა გარემო სადაც არა მარტო აღმოჩენები იქნებოდა არამედ აი სამეცნიერო ცენტრივით იქნებოდა და არის კიდევაც ამ ეტაპზე უამრავი ძეგლი, უამრავი სტუდენტი მონაწილეობს, უამრავი კვლევარია ჩართული, უამრავი საშუალებები არსებობს, უბრალოდ ხელი არ უნდა შეგვიშალოს არავინ და ჩვენ ამას უმაღლეს ხარისხის კვლევებს აი რაც დრო გავა, უფრო მეც და მეც დავდებთ რა. რა თქმა უნდა, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. და პირიქით, რავი, ხელი უნდა შეეწყოს. რაც არ ხდება და ჩვენ ვართ ეხა აი სულ ზღაფავს ჩვენი მეცნიერება, იმიტომ რომ ну а ვიცი როგორ გითხრა კაპიკები და ანუ ეხა მაგალითად ცუცხვათის ექსპედიცია დააფინანსა საზოგადოებამ რა თქმა უნდა ილიაუნის ანუ ილიას უნივერსიტეტის დიდი მადლობა ორი პროექტი დაგვიფინანსა შიდა და რა თქმა უნდა ესე არ გიყოფა ეგ თანხები რა და მე უკვე საზოგადოების შემოწირულობებით აი ზუსტად დავასრულეთ აი ბოლო კაპიკებით დასრულდა ექსპედიცია ბოლო თეთრით ისწრაფ ძალიან დიდ მადლობას უხდი ყველას ვინც ხარი დაგვიჭირა ემოციურადაც და ფინანსურადაც იმიტომ ემოციური ძალიან მნიშვნელოვანია როცა გზნობ ხარდაჭერას აი ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს ამ ღვინეებში სადაც ბევრი ჭიდაობა გვიწევს იმიტომ რომ რთული ფიზიკური სამუშაოებია იქ და მოკლედ აი ისე მივალ იქამდე რომ დამოუკიდებელი კვლევების წარმოება არის პროპორციული შენი საზოგადოების განვითარების დონის რა და ეს ვერც საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხდება, ვერც საერთაშორისო დაფინანსების გარეშე ვერ მოხდება, ვერც ადგილობრივი საერთაშორისო ადგილობრივი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება. და მით უმეტეს ვერ მოხდება თუ შენ თვითონ არ შეგიძლია ეს ყველაფერი დამოუკიდებლად აწარმოო რა. ხო, აი თუ განვითარება გვინდა მეცნიერების, ეს საკითხები უნდა განვიხილოთ, საზოგადოება განიხილოს, გადაწყვიტოს რა უნდა. ხელისუფლებაზე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ სამწუხაროდ აი ესე ვართ რა, რაღაცა როგორ ვთქვა, ვიბრძვით რომ გადავრჩით, როგორც მეცნიერება. ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, მეცნიერებაზე მაქვს საუბარი ამ სფეროზე. ხო, მაგრამ მოდი მაინც ოპტიმისტური მით დავასრულოთ ალბათ, რომ ნუ მაგის მიღმა საბოლოო ჯამში მეცნიერების მიღმა მაინც ადამიანი ვერ წავა, იმიტომ რომ ადამიანი და მეცნიერება ხო რაღაცა ერთმანეთთან დაკავშირებულია პირდაპირ, იმიტომ რომ რამე თუ მოდიოდა შეიძლება ითქვას პროგრესი ყველაფერი საბოლოო ჯამში იყო ეგ და მაგიდან ამოდიოდა და იყო რაღაც დროები, მოკლედ, როდესაც იყო ხოლმე რაღაც ჩავარდნები. მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში და ლოკალურ დონეზეც და რა ვიცი, გლობალურადაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი ისეთი რაღაცა. Homo sapiens, თორე აგერ ნეანდერტალი კი გადაშენდა, ხო? და სხვები გადაშენდა. აი Homo sapiens ესეთი მაგარი ვიღაცაა, რომ მოკლედ გამოძრება ხოლმე. მე მგონია, რომ მაგხრივადაც საბოლოო ჯამში ისე დაალაგდება, რომ როგორც მეცნიერება, როგორც ეს დარგი, როგორც ამ ქვეყანაში ზოგადად საერთაშორისო დონეზეც ყველაფერი უკეთ იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ. პირიქით მადლობა. მადლობა მსმენელსაც და მაყურებელსაც, რომ გვიყურეთ, მოგვისმინეთ. შეგიძლიათ გამოგვიწევოთ YouTube-ზე და რა ვიცი, შევხვდებით შემდეგ პოდკასტში.